საღამოშტობისა მოგესალმებით ყველას. მოკლედ ვაგრძელებთ საუბარს სულიერი კანონის შესახებ და დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება ადამიანის მესამე მდგომარეობას, ორი უკვე განვიხილეთ და მესამე მდგომარეობას ყველაზე ალბათ საგულისხმო მდგომარეობა დღეს ჩვენი ქრისტიანი ადამიანების ცხოვრებაში ეს არის, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ უკვე სრულყოფილების გზაზე დგას. ანუ თვითკმაყოფილებაში მყოფი ადამიანი. ყველაზე რთული მდგომარეობა, აქ ახლო არის ხიბლის მდგომარეობა და ხიბლზე არის ნათქვამი, რომ თუ ღმერთი თავისი მადლით უშველის ადამიანს, თორე ადამიანს არ ძალუც ასეთი ხიბლში მყოფი ადამიანის ისე იგი ამ ხიბლიდან გამოყვანა, იმიტომ რომ ხიბლში მყოფი ადამიანი ნიშნავს, რომ არ ისმეს არავისას, მისთვის თავისი აზრი, თავისი ფიქრი, თავისი მდგომარეობა შეფასებულია როგორც ღვთისთვის სათნო და ესე უნდა იყოს და მოკლედ არ ისმეს ადამიანი არავის რჩევას. ამიტომ დღეს ვისაუბროთ ზუსტად ამის შესახებ, რომ რა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს გონია, რომ მიაღწია რაღაცა სრულყოფილების მდგომარეობას და რაღაცები მას აღარ ეხება, ვთქვათ, რაღაც უკვე ისე იგი და სადიმალება ამ მდგომარეობაში, ადამიანის ამ მდგომარეობაში სადიმალება, ბოროტი და რა ხაფანგია ესეთი, რომელიც ადამიანს გონია, რომ სასუფევლისკენ მიდის, ადამიანს გონია, რომ ცხონებაში არის, ცხონების მდგომარეობაშია, მაგრამ ვერ ხვდება იმას, რომ მოკლედ სამწუხაროდ ისე იგი დაკლებულია ცხონების მდგომარეობას და არც ესმის ადამიანს, ესე ვთქვათ, სულიერად არის, ესე ვთქვათ, ყრუ მდგომარეობაში და მოკლედ მისი გული არ არის მიმღები ცხონებისა და მადლისა, რაც თავარია, საღვთო მადლისა. ეხლა რომ მივიდეთ ამ საკითხამდე, მაგ მდგომარეობამდე უნდა ნელ-ნელა დავიძრათ იქითკენ და აბა მომყევით მოკლედ საბოლოო ჯამში აზრში. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა. ისე იგი შეიძლება ადამიანი ახსარებას ამბობდეს, თქვა ტაძარში იყვეს, ახსარებას ამბობდეს, რა ფორმითაც დღეს ჩვენ თვლით, რომ ახსარებასა იძახის ადამიანი და ამავე დროს ეს თვითკმაყოფილების განცდა ქონდეს, ნახეთ, თვითკმაყოფილების განცდა ქონდეს და განცდა იმისა, რომ ყველაფერი კარგად არის. და ეხლა ზუსტად ამაზე მინდა შესავალ ნაწილში ვისაუბროთ. მინდა ორი რაღაცა განასხვაოთ ერთმანეთისაგან. აბა დავსვათ ესეთი კითხვა, როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ცოდვასა და შეცდომას შორის? მინდა გითხრათ, რომ ამათ შორის ძალიან საკმაო სხვაობაა და რას ნიშნავს, რა არის ცოდვა და რა არის შეცდომა. შეცდომა არის, ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ, ხო? მაგალითად, ადამიანი ჯვარი წერია ყველას, მანქანით მიდიხარ და ამ დროს შენ ადამიანმა ამოიღე ტელეფონი და იქ მოკლედ ტელეფონზე ისე იგი SMS წერ, ან გზავნილს აკეთებ რაღაცას, მოკლედ ჩახედებული ხარ ტელეფონში და ამ დროს მოკლედ დაეჯახი ადამიანს და ის ადამიანი მოკლედ ძალიან დააზიანე. ნახეთ განსხვავება რა არის? ცოდვა არის, როდესაც შენ ადამიანს დაუშავე რაღაცა, მაგრამ შეცდომაა, როდესაც შენ დაუშვი თავში, უყურადღებობა. ნახეთ, უყურადღებობის შედეგია შემდეგ, რომ შენ უკვე ცოდვა ჩაიდინე. ნახე როგორ არის შეცდომას მოყვება ცოდვა. შეცდომა რას ნიშნავს? აცდენა. გახსოვთ ვისაუბრეთ, ამარტია, მთავარი ცოდვა რა არის, როდესაც ადამიანი ღმერთის გზას გადაუხვევ. და ნახეთ როგორი რაღაცა არის, რომ ისე იგი ჩვენ ხშირ შემთხვევაში ავიღოთ, ხო? ადამიანი კი არ ზრუნავს იმაზე, რომ შეცდომები გამოასწოროს.
აი შეიძლება ადამიანი აი მოდის ტაძარში შეიძლება და ნაყოფებზე საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ. აი საუბრობს იმაზე, რომ აი მე ესე დამემართა, მე ისე დამემართა, აი უკვე მომხდარ ამბავზე, ესე რომ ვთქვათ, ანუ ცოდვებზე საუბრობს, მაგრამ თავარზე აი შეცდომა რო არის დაშვებული, ესე რომ ვთქვათ, აი რაზეც ბაზირდება, ანუ რამაც გამოიწია ეს ცოდვა, აი ამაზე არ ვიცი ჩვენ საუბარი, ამას ვერ ხვდებით ჩვენ. რომ ჩვენ მაგალითად ადამიანი თუ უყურადღებოა, უნდა გახდეს ყურადღებიანი. ადამიანი თუ ამპარტავანია, უნდა გახდეს თავმდაბალი. ადამიანი თუ არის თქვათ მრისხანე, უნდა გახდეს მშვიდი. ადამიანი თუ არის შურიანი, უნდა გახდეს გულმოწყალე. ადამიანი თუ არის ესე რომ ვთქვათ ძუნწი, ის უნდა გახდეს ხელგაშლილი. ანუ აი ეს არის მთავარი, ეს არის ესე რომ ვთქვათ შეცდომები, ანუ აცელები, რატომაც ჩვენ ესეთები ვართ. და გამომდინარე აქედან, რომ ჩვენ გულში ესეთები ვართ, ამიტომ ვუშვებთ ჩვენ გარკვეულწილად, ანუ ჩავდივართ ამიტომაც ცოდვებს. ანუ შეცდომილ მდგომარეობაში ვართ, აცელილ მდგომარეობაში ვართ. და ამიტომაც გამომდინარე აქედან, ისე იგი ჩვენ ვუშვებთ გარკვეულწილად ცოდვებს ჩავდივართ. და ნახეთ მოსული ადამიანი მაგალითად, ნახეთ როგორ არის აი მოსული ადამიანი ტაძარში საუბრობს რაზე? ანუ კი არ საუბრობს იმაზე, რომ ამპარტავანია. კი არ საუბრობს ადამიანი, აი ჩვენ არ საუბრობთ ამაზე, რომ ისე იგი აი ძუნწია ადამიანი, შურიანი როა ადამიანი. ანუ ამაზე კი არ საუბრობთ, რომ საკუთარ გულში კერპები გვაქვს, ისეთი კერპები, რომელსაც ჩვენ ვემსახურები და შეუძლებელია იმ კერპებმა არ მოგთხოვონ შენ და ცოდვა არ ჩაგადენინონ. შეუძლებელია, რომ ეს ცოდვა არ ჩაგადენინონ და ამიტომაც აი ნახეთ როგორ არის თითქოს ადამიანს გარეგნულად ყველაფერი სწორად აქვს. ახსარებას ამბობს შეიძლება, ხო, ტაძარში დადის, ახსარებასაც ამბობს, მსახურებებსაც ესწრება, ანუ რელიგიურად, გარეგნულად თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია მის ცხოვრებაში. რატომ? ეხლა ნახეთ, ეს თანაცხოვრება შესაძლებელია, მიხვდით? აი ნახეთ როგორ არის, თუ ადამიანი შეცდომებს არ შეეხები, ძალიან ადვილად თანაცხოვრობ. აი ძალიან მარტივად თანაცხოვრობ იმ მდგომარეობაში, რომ ცოდვას აღიარებ. ანუ აი არ არის პრობლემა, რომ იტყვი 1000-ჯერ იტყვი ადამიანი, რომ აი ეს გავაკეთე, ეს გავაკეთე, ეს გავაკეთე, იმეორებ ამას. ეს გაცილებით მარტივია და ადვილია, მაგრამ ადამიანის სინამდვილეში იგივე რჩები. და რატომ რჩები იგივე? იმიტომ რჩები იგივე, რომ აი შეცდომა, რასაც ვიძახით, ანუ აცდენა ის რაც საძირკველში დევს, რომ მე ამ ცოდვას მადენინებს, ანუ როგორ ვთქვათ, მრისხანებაა ჩემში, არასწორი მრისხანებაა ჩემში, გამომდინარე აქედან, მე ეს მრისხანება ვლინდება იმაში, რომ ოჯახის წევს ვაწყენინე. ანუ სიტყვიერად, ფიზიკურად, შეურაცხყოფა მივაყენე. ანუ ეს გამოვლინდა გარეთ უკვე. ამიტომ ეხა ადამიანი მოდის და რას იძახის? აი ამას იტყვის, რომ იცი რა, აი ოჯახის წევს ვაწყენინე მამაო რაღაცა და აი შენდობას ვითხოვ რაღაცა ღმერთთანაც რო დგას. ადამიანი გულწრფელად კი არ ითხოვს იმ შეცდომების პატიებას, ანუ რისგანაც გამოწვეული არის ეს ყველაფერი. არამედ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმას თხოვს, რომ აიცი რა, მე დღეს რო ვიღაცას რამე ვუთხარი, აი ეს უფალო მაპატიე გეხვეწები. ხო და ამიტომ ნახეთ როგორ არის, თითქოს ადამიანი ამ დროს გრძნობს, ნახეთ, აი ეჩვევა ამ მდგომარეობას, ბრძოლის ეს ხერხი და უნარი, მოკლედ თითქოს რაღაცა უკვე ადვილდება. მოირგო ადამიანმა რელიგიური ცხოვრება, ეს ახსარების ფორმაც, ლოცვაშიც გარკვეულწილად ღმერთამდე მიტანა მისი რა ქვია, უკვე ნახეთ ესე გაურიგდა საკუთარ სინდის ადამიანი და ლოცულობს კიდეც, ანუ წირვაზეც დგას, წირვასაც შეიძლება ატარებდეს ადამიანი, მოკლედ რაღაცა ისე გარეგნულად ძალიან ისე მოღვაწეობდეს, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მთავარი რაც არის, ანუ აი ის შეცდომითი მდგომარეობა, რაზეც ბაზირდება, რითიც, ანუ რაც მერე შედეგებს იწვევს ცოდვისა, აი ხშირად არის ხოლმე ადამიანი, აი რაღაცას გეტყვის, ნახეთ, რაღაცას გეტყვის, ესე გაწყენინებს იმას იზავს და აი შენდობას ვითხოვ, პატიებას ვითხოვ, შენდობას ვითხოვ. ანუ ნახეთ,
ამ შენდობის თხოვნის უკან იმას კი არ ამბობს ადამიანი, იმას კი არ გულისხმობს, რომ მე რომ ამიტომ ვიძახი, ანუ ამ შეცდომას ვაღიარებ, იმიტომ რომ მე დავძლიო ის, რამაც გამოიწვია, ამიტომ კი არა. ანუ მე რომ ეხლა შეურაცხყოფა მოგაყენე, ბოდიშ გიხდი, შენდობას ვითხოვ, ერთი დღის მერე ჩავარდება თუ არა იგივე მდგომარეობა, იგივეს გააკეთებს ადამიანი. მერე კიდევ შენდობას ვითხოვ და საბოლოო ჯამში ხა უფალიც იძახის, ხო? რამდენჯერ დავაპატიო ადამიანსო და უნდა აპატიო 77 გზისო, ხო? ანუ სულ დააპატიო ადამიანსო, ხო? და ანუ ნახეთ როგორი რაღაცა არის, ღმერთიც ამას უყურებს და ისე იგი გვაკვირდება ადამიანს, აკვირდება და იძახის, ანუ როდისმე მიხვდები, რომ რამდენჯერ უნდა წაიქცე, რამდენჯერ უნდა დაეცე, რამდენჯერ უნდა ცოდო, რომ მიგახვედრო, რომ შენ იმ თავარზე დაფიქრდე, რის გამო რა იწევს, მოკლედ საბოლოო ჯამში შენში აი ამ შეცოდებები, ანუ ცოდვას, რომელსაც ადამიანი ჩადიხარ. აი ამიტომ ნახეთ, აი ამის თქვა მინდოდა, რომ ადამიანი ხშირად მაგ მდგომარეობაში, კმაყოფილ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ სიღრმისეულად საკუთარ თავში, ანუ რასაც ხვია აი იმ რაც იწევს ადამიანში ცოდვის შედეგებს, ანუ უკვე როცა შედეგი რო დადგა ცოდვისა, იმასთან არ ბრძოლობს ადამიანი. ანუ იმის მოგვარებას არ ცდილობს და ამიტომაც ნახეთ როგორ არის ძალიან მარტივად შევეჩვიეთ. ანუ შევეჩვიეთ მარტივ სულიერ ცხოვრებას და რა მოვირგეთ ძალიან კარგად. ნახეთ, გულში სახელს კი არ ვარქმევ. რა ხდება ჩემს გულში? გულს კი არ განვიხილავ. მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მე გავაკეთე. რაც მე ჩავიდინე, ანუ ცოდვა რო ჩავიდინე, იმაზე ვიძახი. ახსარებასაც ადამიანი ამიტომ ამბობს, რომ ეს გარეგნული, ანუ ჩადენილი ცოდვის პატიებას თხოვოს ღმერთს. გამიგეთ, ანუ აი ეს მაპატიე ღმერთო, აი ეს რო გავაკეთებ, თქვათ, აი იმას კი, რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ამაზე იძახი ადამიანი, ანუ ამის პატიებას თხოვ ღმერთს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ დროს თქო ადამიანი დროთა განმავლობაში ეჩვევა სულიერ, აი ესე რო ვთქვათ, ასეთ მოძრაობას და მოქმედებას და საბოლოო ჯამში თვითკმაყოფილების მდგომარეობაში რჩება, რომ ანუ მოირგო საკუთარ თავზე, ანუ სინდისაც გაურიგდა, მისი რიტუალური, ანუ რელიგიური ცხოვრებას თავისთავად მოთავს და ბრძოლებიც არ აქვს, იმიტომ რომ აი ხა მე ვისაუბრებ ზოგადად, რომ აღარ ბრძოლა არ აქვს ადამიანს, აი აღარანაირი ბრძოლა არ აქვს, იმიტომ რომ ესე მინდა გითხრათ, რომ აი ბოროტმა ძალამ, ანუ დემონურმა სულმა, ანუ კარგ მდგომარეობაში, მისთვის კარგ მდგომარეობაში მოაქცია ადამიანი, ანუ გულს არ ასუფთავებინებს, გული ისევ მდგომარეობაშია, ანუ მისი გული ამპარტავნებით, მისი გული ეგოიზმით, პატივმოყვარეობით, დიდების მოყვარეობით, ვერცხლის მოყვარეობით, ისე იგი გემოთ მოყვარეობით, ანუ სიამოვნების მოყვარეობით, ანუ ამ კერპებით ისევ გული სავსეა, და გამომდინარე აქედან, როდესაც მე ამ ცოდვების გამო, ანუ აი ამ ჩემში არსებული კერპების გამო, რომელიც მთხოვენ მსახურებას, ანუ ის კერპები ხო, ზოგადად კერპები ხო გახსოვთ, კერპსახურება რა არის? კერპი ითხოვს თავისთვის მსახურებას, შესაწირი უნდა მიიტანო, ანუ უნდა მიუტანო რაღაცა და ამიტომ აგზავნის, ესე რომ ვთქვათ, ანუ გონებას, აგზავნის ჩვენ, ანუ ხუთი გრძნობის ორგანოს, ესე რომ ვთქვათ, აგზავნის, რომ მიდი მომემსახურეთ და მომიტანეთ, ანუ მიდით იამპარტავნეთ, მიდით მოკლედ, ანუ გამოხატეთ ეს ამპარტავნება, გამოხატეთ ქმედებაში, ვერცხლის მოყვარეობა გამოხატეთ ქმედებაში, დიდების მოყვარეობა გამოხატეთ ქმედებაში, ისე იგი სიამოვნების მოყვარეობა გამოხატეთ ქმედებაში. აი ხა ავიღოთ მაგალითად ადამიანი ბევრს, ანუ როდესაც აი ესე რომ ვთქვათ, გემოთ მოყვარებას ვეძახით, აი სიმაძღრით რომ მიირთმევს, ხო? რაღაცა მიდის და ვთქვათ, აი რაღაცა იმას კი არ აქცევს ყურადღებას, რაზე არის დამკვიდრებული, ანუ შინაგანად გულში კი არ აქცევს ყურადღებას. არავე გარეგნულად აი ის შევჭამე, ეს შევჭამე, მარხვაში ვთქვათ, იმაზე რა ქვია, შოკოლადი ვერ გავარკვიე რა იყო და თურმე არასამარხო ყოფილა, ანუ თავარს ვერ იგებს ადამიანი, გემოთ მოყვარია შოკოლადი რო უნდა და მის გარეშე რო ვერ ძლებს და მიჯაჭულობა რო აქვს და ანუ აი ეს სიამეთ მოყვარეობა რო აქვს, მაგალითად ადამიანს ფული რო უყვარს და ადამიანს ესე იგი ესე რომ ვთქვათ, ფულის გარეშე რო ვერ აძლებს და ფული თუ არა აქვს, მოკლედ რაღაცა ფორი აქვს,
ეს კი არ აქვს. ანუ ის რომ წავიდა და ვიღაცა შეიძლება ან გამოართვა ფული და ისე იგი ვიღაცა მოატყუა შეიძლება და ფული სარგებელი მიიღო ფულისგან, ამას ლაპარაკობს. მაგრამ იმაზე კი არ საუბრობს, რომ თვითონ ვერცხლის მოყვარეა. იმაზე კი არ საუბრობს, რომ დიდების მოყვარეა, ეგოისტი როა, ანუ ამაზე არა და ამიტომ ნახეთ როგორი მდგომარეობა ადამიანი იქ იმ თვისებებს, ანუ ამ კერპებს თავისთავად ემსახურება, იმ რო ემსახურება იმ კერპებს, მერე ამას ამბობს კიდეც ახსარებაში, ასე რომ თქვა, ანუ იძახის, რომ აი ესე და იმას მოვატყუე და ესე გავაკეთე და ნუ მოკლედ რაღაცა საჭმელი ისე იგი არასამარხო საკვები შევჭამე, ის შევჭამე, ეს შევჭამე, ანუ როგორ ვთქვათ, ისი შედეგებზე ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ ოღონდაც იქ არ შეეხო. ანუ იქ, როდესაც იწყებ, რომ ანუ ნახეთ, ის შეიცვალე, აბა, აი ნუ იქ დაუწყე, ანუ როდესაც ესეთი ხარ, ესე რო თქვა, აი წეღარო თქვი, უყურადღებო რო ხარ, აბა გახდი ყურადღებიანი. უსიყვარულო რო ხარ, გახდი მოსიყვარულე, ხო? და ანუ ასე შემდეგ და ეს არ უნდა ადამიანს. ამიტომ ნახეთ როგორ რაღაცა პერიოდის მერე როდესაც ადამიანი ამ ცოდვებს ამბობს პირობითად, ამაში ხელი აღარ ეშლება და ხდება გარკვეული გაციება. და აი ამ დროს უკვე იბადება ადამიანში, რომ რაღაცა გარკვეულწილად მიაღწია რაღაცა სიმაღლეს, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ემართებათ სასულიერო პირებსაც მათ შორის, მოკლედ, აი პირობითად ავიღოთ რა, ადამიანი არის მსმელი. ანუ ძალიან უყვარს სასმელი, აი რავი, როგორ გითხრათ, იცი რა, მან იცის, რომ სასმელის გარეშე ყოფნა არ შეუძლია, მაგრამ ამავე დროს შეუძლია, რომ აი ისე კი არ მოიქცეს, როგორათაც თქვათ, აი ჩვენ ჩავთვლით, რომ ადამიანი აი უკვე ალკოჰოლზე მიჯაჭული არის, ესე კი არა. შეიძლება ქეიფი მოაწყოს, სტუმრად მივიდეს, სტუმარს დაუძახოს, რაღაცა იქ მოკლედ სახში შეიკრიბოს და 2-3 ჭიქა აწიოს, 4 ჭიქა რაღაც. ანუ ადამიანი სასმელის გარეშე ვერ ძლებს, მაგრამ ამავე დროს ამას კი არ აღიარებს. აი შეუძლია გადაიტანოს, მით უმეტეს საქართველოში გვაქვს ეს მომენტი, რომ გადაიტანოს იმაში, რომ მოკეიფი ადამიანია, აი იქ იყო წასული და სუფრა იყო და დალია და მოკლედ იცი რა კარგი სუფრა იყო, რომ ისე იგი ბევრი რაღაცა კარგზე ილაპარაკეს, ასე შემდეგ. აი ნახეთ როგორ რაღაცა არა და მან იცის მხოლოდ და მხოლოდ, მან იცის კარგად, მხოლოდ და მხოლოდ და ღმერთმა იცის, ღმერთმა რა თქმა უნდა უწყის და იცის და თვითონაც იცის, რომ ალკოჰოლზეა მიდრეკილი, ანუ ალკოჰოლზე მიჯაჭულია და ფაქტობრივად, ანუ ესე რომ ვთქვათ, ანუ აი ალკოჰოლიკია თითქმის, მაგრამ ანუ ფორმა შეუძლია, რომ ისეთი გამონახოს, ის რეალიზება ისე მოახდინოს. ნახე, იმ კერპს მოემსახურება. ანუ იმ კერპს, ანუ იმას მოემსახურება, როგორც ისეთი ფორმებით მოემსახურება, რომ ანუ ზოგ შემთხვევაში ახსარებაშიც კი შეიძლება არ თქვას. ან თუ იტყვის უბრალოდ ახსარებაში, აი ნუ მოკლედ რაღაცა დავთვერი, რაღაცა იქ ის იყო, მაგრამ ისეთი კარგი საღამო იყო, რაღაცა. ანუ ამას საკუთარ თავსაც აჯერებს. აი ნახეთ, საკუთარ თავსაც აჯერებს, რომ ისეთი არაფერი არ ყოფილა, ისეთი არაფერი არ მომხდარა თავისთავად, რომ ნუ აი მინდა გაარჩიოთ ეს მომენტი და ამიტომაც მე ადამიანი აღარ იბძვის ამაზე, იმიტომ რომ ნახეთ სინამდვილეში არის ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, ანუ მიჯაჭულია აი ამ ალკოჰოლს, მაგრამ და თითქმის ალკოჰოლიკია, მის გარეშე არ შეუძლია, რომ გაძლოს თავისთავად, მაგრამ ამავე დროს აი აფორმებს ამას ისე, სათავისოდ გააფორმებს ადამიანი ისე, რომ მოკლედ რაღაცა, ისე იგი აი დააჯერებს საკუთარ თავს, რომ არ არის, ანუ ეს ვნება არ აქვს მას, ანუ შინაგანად არ აქვს ეს ვნება, ანუ სიამოვნების მოყვარეობა არ არის, არამედ რაღაცა სხვა ფორმაში გადაიყვანს ამას. ამიტომ ნახეთ, ეს ვნება თავისთავად, აი ეს მდგომარეობა, ეს კერპი ადამიანის გულში რჩება. ადამიანი ისე იგი, ხო გეუბნები, ვერცხლის მოყვარეა, სიამოვნებით მოყვარეა, დიდების მოყვარეა, ისე იგი, აი რა ვიცი, კიდევ იზამ რისხანია, ის არის, მაგრამ ფორმებს ნახულობს ისეც, ნახე, ეჩვევა, სინდის სურიგდება, რომ ისე მოემსახუროს ამ კერპებს, რომელიც გულში არის, ისე კარგად, ლამაზად, შელამაზებულად, ისე მოემსახუროს, რომ ანუ საბოლოო ჯამში ვერც ვერავინ ვერ გაიგებს, რომ ადამიანი ამას, ანუ ამაში ვნება არის, ეს ვნება არის. და აი როდესაც მოძღვარი რას უნდა ხდებოდეს საბოლოო ჯამში, ხო? რომ მიზეზი რა არის?
მიზესთან მიზესს უნდა ეუნებოდი ადამიანს, აბა გამოიკულიე, ამის მიზეზი რა არის? ანუ, როდესაც მეორდება შენი ცოდვები ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, აბა გამოიკულიე ეს, სად არის იქ თავში, მაგრამ ნახეთ, როგორ არის, ადამიანს უჭირს, ძალიან უჭირს ადამიანს ამის აღიარება, ძალიან უჭირს. და ნახეთ, როგორ არის, როდესაც ადამიანთან ღმერთი არ არის, ანუ ღვთისმადლი როცა არ არის, მით უფრო უჭირს ამის აღიარება, იმიტომ რომ ძნელია მერე საკუთარ თავს ეგეც გაუმკლავდე. ძალიან რთულია საკუთარ თავს, ანუ ბრძოლაში შეხვიდე საკუთარ თავთან, ეს არის ურთულესი, ძალიან ძნელია და ამიტომ ადამიანს ურჩევნია, ნახეთ, მოირგო ეს მდგომარეობა, როგორც გითხარით, რაღაცა ცოდვებსაც აღიარებს, იქ აღსარებაში, ჩამოთვლის იქ 10, 20, 30, მოკლედ ნაყოფებს ისა, ესა, ზოგმა დეტალებში იცის საუბარი, რომ იმასთანა ისე მივედი და იმან ის მითხრა და მოკლედ ყვება ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ უსმენდა ხვდები ერთ რამეს, რომ თავარზე არ საუბრობს ის, ანუ ყველაზე მთავარს საკუთარ თავს ვერ მიუხვდა. და აქ ეხლა მოძღვარს, ანუ სასულიერო პირს ზოგადად, ანუ ღმერთიც ერიდება, რომ ანუ ადამიანს სრულად დაანახოს თავისი თავი და უთხრას, ეხლა როგორი ადამიანს უთხრა, რომ ვერცხლის მოყვარე ხარ რა, როგორი ადამიანს უთხრა, რომ დიდების მოყვარე ხარ და ეს ფორმებში რო უთხრა, წარმოიდგინე, ეს ამის ბრალი კი არ არის, ხო? ფული გიყვარს უბრალოდ, ეს ძნელია ადამიანს რო უთხრა და ეს თვითონაც იცის, პიროვიდა თვითონაც იცის, ღმერთი ხო ხედავს, თვითონაც იცის უბრალოდ, მაგრამ ვერ უტყდება, არ უტყდება, ამ ბრძოლაში არ შედის, ანუ საკუთარ თავთან ამ ბრძოლაში არ შედის და ამით იყალიბდება, ეხლა მეზვერე და ფარისევლის კვირაში შევალთ, ეს არის ზუსტად ფარისეულური მდგომარეობა, თუ ვინმეს გინდათ რომ ანუ რაღაცა წარმოიდგინოთ სიღრმისეულად ფარისეულური მდგომარეობა რა არის, ეს არის, ანუ ნახეთ, გახსოვთ როგორ არის ფარისეველი რას იძახის, რომ ამდენს ვიმარხავ, ამას ვაკეთებ, ანუ თვითკმაყოფილია, საერთოდ ვერ ხედავს, ანუ იმარხვაში, ანუ აღსარებაც რო ყოფილიყო, სინანულის აღსარებაც, შეიძლება ამბობდა კიდეც, შეიძლება იოანე ნათლისმცემელთანაც მიდიოდა ის სინანულის ნათლისღებას, რომ იმაშვებოდა, თქვა, იორდანეში, ხო, იქაც მიდიოდა, მის იმასაც ისმენდა, შეიძლება იქ მიდიოდა, ქადაგებასაც უსმენდა, განწმენდასაც, მოკლედ იმ შთაფლასაც იმაშვებოდა, განწმენდასაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ბრუნდებოდა და იგივე იყო, ის მეზვერე, რომ ესე იგი, ზაქე მეზვერეზე როა ლაპარაკი, ის რომ ბრუნდებოდა, ხო, ისევ სამსახურში მიდიოდა, იგივეს აგრძელებდა, სანამ ქრისტეს არ შეხვდა. ქრისტეს რო შეხვდა, მაშინ დაიწყო მისი ცვალებადობა, თორე ის ყველაფერს ასრულებდა, ესე რომ ვთქვათ, რელიგიურ დანიშნულებას ყველაფერს ასრულებდა მეზვერე, ანუ ფარისეველი, ყველაფერს ასრულებდა, მაგრამ ამავე დროს ფარისეულად რჩებოდა. ანუ ქრისტესთვის, ანუ როგორ ვთქვათ, იცი, გული მისი, ანუ იყო, როგორ ვთქვათ, განშორებული იყო, ხო? თქვენო პირითა თქვენით ამადიდებთ მე, მაგრამ გული თქვენი შორს განშორებულ არისო ჩემგან. და ეს ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, რომ თუ კი სულიერი ცხოვრება გადაწყვიტი ადამიანმა, ხო? ანუ მთავარი რა არის, იცით, რომ ცოდვებს, ანუ სიმპტომებს ექიმს იმიტომ ვეუნებით, რომ მივხვდეთ რისი ბრალია. კანზე გამონაყარი რო არის, რა თქმა უნდა, შეიძლება გამონაყარს ებრძოლო, რაღაცები წაისვა, ისე იგი ან დამალო ეს გამონაყარი, ან რაღაცა მოკლედ გარეგნული მაზებით რაღაცები ჩააცხრო, მაგრამ შენ თუ მიზეზი იმისა, რისგანაც კანზე გამოვიდა, ანუ რაღაცა დაავადებაა შიგნით, რომელმაც ისე იგი სადმე რო ვეღარსად ვერ წავიდა, უბრალოდ კანიდან გამოვიდა და კანმა გაუწყარო, იცი რა, მიჭირს, ისე იგი რომელიღაცა ორგანოს უჭირს, რაღაცა მდგომარეობა ადამიანში, რომელსაც კანზე გამოსულმა გამონაყარმა მამცნო მე. ასევე როდესაც მოძღვართან მიდიხარ, ხო, იმ სიმპტომებს ეუნები, ისე იგი რაღაცა იმ ეუნები, რომ ეს ამჭირს, ის ამჭირს, თქვათ, იქ სიცხე აქ ადამიანს ისავ, მაგრამ ექიმმა უნდა იცოდეს და შენც უნდა იცოდე, რომ გამომდინარე აქედან ეს გამონაყარი იმიტომ გვაქვს და სიმპტომებს იმიტომ ვკითხულობთ, რომ დავადგინოთ მთავარი მიზეზი ამ სიმპტომებისა, რატო გამოვიდა, ანუ სიმპტომები ეს არის ნიშანი რაღაცა შიგნით არსებული პრობლემისა. ხო და სულიერ ცხოვრებაშიც ასეა.
მაგრამ ხო გეუბნებით, აი ადამიანებს ურჩევნიათ, აი ადამიანს ურჩევნია, რომ მაზი გამოუწერო, ეს გამონაყარია რაღაცა, გარეგნულად კარგად გამოიყურებოდეს, ანუ რაღაცა იმით ხო არის ეხა დღეს დაიფაროს რაღაცით, გარეგნულად ისე იგი მოიწესრიგოს თითქოს თავი, მაგრამ შიგნით რა ხდება, ანუ იმისთვის უყურადღებოა, იმიტომ რომ ამისთვის არ მცალია, აი ეს რაღაცა ისე იგი არ აქვს მნიშვნელობა ადამიანისთვის, არადა სულიერ ცხოვრებაში, ხო, ეს არის თავარი, რომ ჩვენ გული უნდა განვიწმინდოთ და გარე ფაქტორები, ესე რომ ვიძახე, ანუ სიმპტომები, რომელიც გარეთ აგვაქვს, ესენი არის მიმყვანებელი და მიმხვედრებელი რა გჭირს შინაგანად. აი როგორც აფთიაქში რომ მიდიხარ და მაგალითად ეუნები, ისე იგი ფარმაცევტს, რომ აი ესა და ეს წამალი მინდა, ჭკვიანი ფარმაცევტი კარგად ხვდება, რომ ეს წამლები რაღაცს გინდა, ან 3-4 წამალი, რომელიც შენ აი კომბინირებულად, ისე იგი ექიმა დაგინიშნა და კომბინირებულად, რომ აი ართმევ დაახლოებით კარგმა ფარმაცევტმა იცის, რომ რა შეიძლება პრობლემა გქონდეს. ფარმაცევტმაც კი იცის და რა თქმა უნდა, ექიმიც ხვდება ამას, ხო, როგორც მკურნალი და ამიტომაც სულიერ ცხოვრებაში ზუსტად ესია, რომ ჩვენ წლებია ვაღიარებთ ამ ცოდვებს, სასულიერო პირებიც ამ ცოდვებს ვისმენთ პირობითად, ხო, აი მოვიდა ადამიანი და კმაყოფილები ვარ, თუ ადამიანი აი მოვიდა, ახსარება თქვა, ისე იგი აი ეს და ანუ შინაგანად ადამიანი არაფერი არ შეცვლილა და ნახეთ როგორ არის ეკლესიურია ადამიანი. ანუ ეკლესიურია, არაფერში ხელი არ ეშლება, წირვაზე დადის, ლოცვაზე დადის, რაღაცა თავისებური ლოცვაც აქვს, ლოცვასაც კითხულობს, რაღაცა ზიარების, დილას აღამს, რაღაცა გარკვეული რელიგიური ფორმა აქვს, როგორც ფარისეველს ქონდა. ანუ რელიგიური ფორმა გარკვეულწილად აქვს, აღიარებს ცოდვებს, ხო, მარხულობს, ანუ აი ყველაფერი გარეგნულად კარგად ჩანს. აი მიმზიდველია, იტყვი, რომ აი იდეალურია შეიძლება ადამიანი თავისი რელიგიურობით რა, მაგრამ პრობლემად რჩება, გამიგეთ? ანუ აი შინაგანი ესეთი რო თქვა პრობლემა არის პრობლემა. ეხლა რაშია პრობლემა აქ რო თქვა, ხო? ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანში არის ერთი რამე, რომ ეს არის ადამიანის ნების დაზიანება. ანუ ჩვენში არის იცოდეთ, ანუ ადამიანს გარკვეულწილად გააჩნია ნება, ანუ ადამიანური ნება და რა არის მოკლედ აი ეს ნება არის ძალიან ისეთი ძალა, ანუ აი ძალა, ადამიანის ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გააკეთოს არჩევანი. ანუ აი ნახეთ როგორ არის აი ძალიან ისეთი აი როცა ანტონი დიდს ეკითხებია, რომ ადრეც თქვი მე, ეხა არის პარასკევს მისი ხსენება შეგვეწიოს, რა არის ყველაზე დიდი ცოდვაო, ანუ ყველაზე დიდი ცოდვა ადამიანს, ოდესაც გარჩევის უნარი არ აქვს, ბოროტისა და კეთილისა, მართლისა და ტყუილისა, სინათლისა და სიბნელისა და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ ნახეთ, ანუ ჩვენ ნება, ესე რომ ვთქვათ, ხო, ადამიანის ნება არის აი ამ არჩევნის გაკეთებისა და აი ნებისყოფით რო განაქორხო, აი ნებისყოფაო, ხო გაგიგიათ, ხო, აი რო გააკეთოს სწორი არჩევანი და მე ამ ნებისყოფით, ანუ ამ ნებელობით, ესე რომ ვთქვათ, ანუ ესე რომ ვთქვათ, განახორციელოს გონებრივი ქმედება. ანუ ნახეთ აი როგორ რაღაცა, ხო, აი აბა დაუკვირდით, ნებელობა რა არის, ჩემი ნება რა არის, ხო, ეს არის ძალა, რომლითაც მე უნდა გავაკეთო არჩევანი, გარკვეული არჩევანი უნდა გავაკეთო, გარჩევადობა უნდა შევ და მე ამ გარკეთებული არჩევანის განხორციელება რო შევძლო, ამ ნებისყოფა, რომ ანუ ნახეთ, მე ხო ნახეთ როგორ არის აი ბრძოლა ქრისტიანობა და მე ნებისყოფა მჭირდება, მოთმინება მჭირდება, გამიგეთ, ანუ ჩემი ნება ძალიან სუსტია, ადამიანის ნება არის ძალიან დაზიანებული და თუ კი ღმერთი, ანუ აი ღვთისნება და ადამიანის ნება, გახსოვთ სინერგიაზე რო ალაპარაკი ხოლმე, თუ ადამიანის ნება ღვთისნებასთან არ არის თანაშერწყმული, ადამიანის ნება არის დაზიანებული. ანუ თუ კი ღმერთის მადლი არ იქნება ადამიანთან, მისი არჩევანი ყოველთვის იქნება მოკლედ არასწორი იქნება და გამომდინარე აქედან უნებისყოფობის გამო, იმიტომ რომ ღმერთი აძლევს ძალას ჩვენს ნებას, რომ ანუ ძლიერი იყოს და ნებისყოფა გააჩინეს, ანუ გონებრივ ქმედებას ვერ განახორციელებს, ანუ უგუნურ ქმედებას, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ადამიანის ნება, რომელიც ღვთის მადლს არის მოკლებული და მხოლოდ საკუთარ ნებას სულვილზე დადის,
ის ვერასოდეს ვერ აკეთებს სწორ არჩევანს, ანუ კეთილსა და ბოროტს შორის, ტყუილსა და მართალს შორის, სიბნელესა და სინათლეს შორის, ვერასოდეს ვერ აკეთებს ამ არჩევანს, გამომდინარე აქედან უნებისყოფოა და უნებისყოფობის გამო უგუნურ ქმედებებს ჩადის. აი ეს არის ჩვენი მდგომარეობა. უღმერთობის გამო, ანუ როდესაც აი ხო მიხვდეთ, ჩემი ნებაა და ესე ვაკეთებ. ანუ ადამიანი, რომელიც თავის ნებას სურვილზე დადის, ღმერთის ნებას არ ეძებს, ანუ ღვთის ნებას არ ეძებს და საკუთარ ნებას სურვილზე დადის და წეღა რა ვთქვით, ნახეთ, როდესაც ადამიანს გულში კერპები აქვს, იმ კერპების, ანუ იმ კერპებიდან გამომდინარე და ის კერპები იმიტომ აქვს, რომ საკუთარ აზრით დადის, ანუ ეგოისტი ადამიანი ამპარტავანია და თვითონ როგორც უნდა მოიწყო ისე კარგად საკუთარი გულის მდგომარეობა, ამიტომ ანუ აი ამ ნებით, ამ საკუთარი ნებით შეპყრობილი, რომ მე ვიცი როგორც არის სწორი, ხო? მე ვიცი რომ ეს არჩევანი სწორი, ანუ საკუთარ ნებაზე მოსიარული ადამიანს მოკლედ თავისთავად ანუ ძალა არ გააჩნია, ნახეთ, საღვთო ძალა არ გააჩნია, საკუთარ ნებას გააჩნია ადამიანურ ნებას ძალა, მაგრამ მას არ გააჩნია როგორ გითხრათ, იცი, გონითი ძალა, ანუ საღვთო ნებას რო არა, საღვთო ნება როდესაც არ არის, საღვთო გონი არ არის, ანუ საღვთო გონით არ არის, საღვთო მადლით, ანუ საღვთო გონით არ არის შეზავებული ადამიანურის გონიერება, ანუ სულში არ ხდება ღმერთის მადლის სულიწმინდის მოსვლა, ადამიანური ნება ამ შემთხვევაში არის დაზიანებული და დაზიანებული ადამიანური ნება, როდესაც გამოდის, მოკლედ გალეთ, მას გააჩნია ძალა, ოღონდ ძალა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ ვერ არჩევს. ანუ შეუძლია, ნახეთ, აი გახსოვთ როგორი ძლიერი იყო მაგალითად სახარებისეული ეშმაკეული ადამიანი. გახსოვთ ჯაჭვებსაც იმაშვებოდა, ისე უძლიერესია, ადამიანს ძალა გააჩნია, აი ესეთ ბოროტსულ შეპყრობილი ადამიანი, ანუ საკუთარ ნებას სულზე მოსიარული ადამიანი უდიდესი ძალა გააჩნია, ანუ აქ იმაზე არა ადამიანი უძალოა. ძალა აქვს, მაგრამ რისი ძალა არ აქვს? გარჩევადობის ძალა არ აქვს, ანუ ტყუილისა და როგორც ავთქვი, კეთილისა და ბოროტისა, დნელისა და ნათლისა, ტყუილისა და მართლისა და ასე შემდეგ, ამის გარჩევის ძალა არ აქვს, ანუ მისი ნება, საკუთარი ნებაზე მოსიარული ადამიანი, ანუ ეგოისტური, ამპარტავნული ნებით დადის საკუთარ ნებაზე, ამიტომ ძალა კი აქვს, მაგრამ უძალოდ არის, ამიტომ ნახეთ როგორ არის ის უნებისყოფოა, ნება არ გააჩნია, ანუ აი თავშეკავება, ესე რომ ვთქვა, ნება არ გააჩნია, ამპარტავნება ყოველთვის, ანუ ესეთი აი უხეშია, ამპარტავანი ადამიანი ყოველთვის არის აი თავხედია, ეს ნება გათავხედებული ნებაა, რომელსაც ძალაც გააჩნია, აი თავხედებს, ნახეთ როგორი ძალა აქვს ხომე აი ესეთი, აი რავი, როგორ ვერ გაუმკლავდები, აი თავხედი და ეს არის სულიერი თავხედობა. ეხა ის ქმედებაში გამოხატულია, წეღა რაც ვილაპარაკეთ, სხვა მე რომ ეს ქმედებაში გამოიხატება, მაგრამ სხვა არის, როდესაც სულიერი, ესე რომ ვთქვათ, ანუ აი სულიერი რაღაც ისეთი შინაგანი აი სითავხედეზეა ლაპარაკი, აი შინაგან სულიერ სითავხედეზეა, რომელიც შენ თვითონვე გტანჯავს, ანუ აი შიგნით ჯერომიდის პროცესი გახსოვთ, ჩვენ აი ცოდვის განვითარება რო თქვით, ანუ 8 ეტაპი რომელსაც გადის, ეს გაიხსენეთ, მე ნახეთ როგორც არის, აი ამ ეტაპზე ჯერ შინაგანი თავხედია ადამიანი და შინაგანი სითავხედე, რომელიც აი საკუთარ ნებაში იმას რა ქვია, ამპარტავნულ ნებაში გაძლიერებას, ესე რომ ვთქვა, მე ვარ და ჩემი ნაბადი, აი ამივით, ანუ ადამიანი ხდება უნებისყოფო ხდება ადამიანი და ამიტომ უგუნურია და გონიერ აქტს ვერ ახორციელებს. მიხვდით, ანუ იმიტომ რომ გონიერ აქტს ვერ განახორციელებს, თუ კი ღმერთი არ არის. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიდივართ სადამდე. ადამიანის დაზიანებული ნება, რომელიც ჩვენში არის დაზიანებული ნება, ანუ თავისთავად მას თვისებები აქვს ესეთი, აი როგორ გითხრათ, უნარი აქვს უფლება და ძალაუფლება. მაგრამ ნახეთ, აი ეს უნარი, უფლება და ძალაუფლება, რომელიც მას ენიჭება, ამ ნებას აქვს, ანუ უნარი ნიშნავს, ანუ ქმედებების, ესე რომ ვთქვათ, სხვა ნაირფეროვნებას, ამ ნება შეუძლია სხვადასხვა ნაირფეროვნებაში გადაიზარდოს, ამიტომ უფლება და ძალაუფლება აქვს, ანუ და ნახეთ, როგორი რაღაცა ყველაფერი მიდის სათავედან. თუ კი ადამიანის გულში
ადამიანის სულში, ესე რომ ვთქვათ, ანუ სული ღვთის მადლით არის მოცული, ადამიანის სულის გონითი ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, არის ღმერთის მადლთან შეზავებული, ანუ გონიერ საღვთო აქტს აღასრულებს, ანუ მას შეუძლია ნების კონტროლი, ანუ საღვთო გონება ნებას მართავს, ნებაში არის, როგორ ვთქვათ, ორი ნაწილი, ხო? ორი ნაწილისგან შედგება გულის თქმითი და გულის წყრომითი ნაწილი, რომელსაც ადამიანს აქვს, ანუ სურვილისმიერი და გზნობითი ნაწილი, რომელიც ადამიანს გააჩნია, და აი ამას გააჩნია უფლება და ძალაუფლება. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა არის, ხო? ანუ, როდესაც სათავე მორღვეულია, როდესაც სული მკვდარია, როდესაც ადამიანში მადლი არ არის, თავისთავად ეს ადამიანსაც ძალაც აქვს, ადამიანს მოკლედ ესე რომ ვთქვათ, როგორ ვთქვათ, იცით? ანუ ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივ არის, მაგრამ საკუთარ ნებასურვილზე დადის. აი ადამიანი დადის საკუთარ ნებასურვილზე, ანუ ამპარტავნულ ნებასურვილზე დადის. ამიტომ ჩვენი დაზიანებული ნება, რომელიც ვთქვათ ადამიანს გააჩნია მოკლედ ისე იგი დაზიანებული ნება, მოკლედ აი ამ არჩევნის გაკეთება არ შეუძლია მას. აი ეს არის ყველაზე მთავარი და გამომდინარე აქედან ხო გეუბნებით აი სარწმუნოებრივად შეიძლება ადამიანი ეს გარეგნულად ძალიან სათნოდ გამოიყურებოდეს. ნახეთ აი ამის თქმა მინდა გამიგეთ ადამიანში დაზიანებულია შიგნით, ანუ სული მორღვეულია, ყველაფერი ეს რაღაცები დაზიანებულია და ისე იგი საკუთარ კერპს ემსახურება ადამიანი, მაგრამ ამას ვერც ამჩნევს, საერთოდ ვერც ამჩნევს, ანუ მისი გარეგნულად, აი ფარისეველი როგორც ყველაფერს აღას ასრულებდა, ესი ასრულებდეს. აი ხარ ვავიღოთ, ხო? აი მე ჩემ თავზე ავიღოთ, ხო? რაღაცა იმდენია ჩემში კერპები, ასე რომ ვთქვათ, გულში არსებული კერპები და აი რავი რა გითხრათ, მსახურებაზე ვდგევარ, წირავ, ესე. აგერ დღეს თქვენ გელაპარაკებით, მოკლედ ჭუას გარიგებთ რაღაცა, ხო? ანუ ნახეთ, ეს აქტიც კი, რომელსაც ახლა მე აღვასრულებ, შეიძლება აღესრულებოდეს ჩემი ნებასურვილი და მხოლოდ ესეთი, აი როგორ გითხრათ, ამპარტავნულ, ეხლა შეიძლება მე ამპარტავანი ვიყო შინაგანად, რა თქმა უნდა. შეიძლება მე ახლა ვერცხლის მოყვა, აი ქვიჟიდე გელაპარაკებოდე და ვერცხლის მოყარე ვიყო, რა თქმა უნდა. შეიძლება დიდების მოყარე ვიყო, რა თქმა უნდა, იმიტომ გელაპარაკებით, შეიძლება რომ დიდების მოყარეობა მალაპარაკებს. ამპარტავნება, ანუ ისევ ჩემ კერპებს ვემსახურები. და ამიტომ საუბრობ. ჩემ კერპებს ვემსახურები და იმიტომ რაღაც, ანუ ის როგორ ვთქვათ, უნარებს, ჩემს უფლებას, ჩემს ძალაუფლებას, ამას ყველაფერს ვიყენებ, ანუ ეს ძალა გამოდის, მაგრამ თავარი რა არის, ნახეთ, ჩემში, ანუ გულში რა ხდება? გულში რა მდგომარეობა? აი ეს არის უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აი ძალიან აი უფალი გვეუბნება დღეს ეკლესიაში ეს დაკარგულია. აი ეკლესიაში რა არის დაკარგული, იცი, აი ეს მდგომარეობა, რომ აღიარება, აი ადამიანმა რომ შეძლოს, აი აღიარება ამისი. ეს აი ჩვენ ეს წაგვართვეს სამწუხაროდ. კი არ წაგვართვეს, ხო, წაგვართვეს და არ ვიბრუნებთ ამას. აი მაგალითად ძველი ადამიანები, ანუ ქრისტიანები, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობა და საკუთარი პირადი და დამართნოდათ, ან ოჯახში რამე მომხდარიყო, ან სოფელში, ან ქალაქში, ან ქვეყანაში რამე რომ მოხდებოდა ცუდი ესეთი, ხო? ყოველთვის აბრალებდნენ საკუთარ თავს. ყოველთვის, აი უფალო, ჩემი ცოდვების გამო. და იმ წუთში იხსენებდნენ საკუთარ ცოდვებს, აი ჩაიხედავდნენ საკუთარ გულში და იცოდნენ ამის მიზეზები სად უნდა ეძებათ. აი დღეს ბოლოს ვინ ნახეთ, თქვათ, რომ აი იტყვი თუ არა ამას, ნახეთ, იტყვი თუ არა ამას, რომ აი მაგალითად რაღაცა რომ მოხდა ჩვენს თავს რამე დაგვატყდა, აი ეს რო თქვა, რომ იცი რა, ჩვენი ცოდვების ბრალია, ჩვენი უყურადღებობის ბრალია, ჩვენი სიზარმაცის ბრალია, ჩვენი არასულიერების ბრალია და ამიტომ დაგვატყდა, აბა რას ამბობ, კაცო, ჩვენ ხო კარგები ვართ. ნახეთ, იმიტომ რომ ჩვენ ახსარებას ვამბობთ, ჩვენ ვეზიარებით, ჩვენ ანუ იმ რელიგიურ აქტს, რომელიც ჩვენზე არის დაკისრებული, იმას ვასრულებთ. წირვებს ვატარებთ, ანუ ესე რომ ვთქვათ, მსახურობთ, მაგრამ ნახეთ, უფალი ხო გულს უყურებს. და განსაცდელიც იმიტომ გატყდება თავს, რომ იქ ჩაგაფიქროს ღმერთმა. ანუ გითხრას, იქ ჩაიხედე რა, ეს გარეგნული ფორმები, რომელიც გაქვს მსახურებისა, გასაგებია, მაგრამ მე გხედავ უფრო ღრმად. მე იმას ვითხოვ შენგანო, აი ის განიწმინდე. და
და ამიტომ წმინდანობას ნუთამაშობ, წმინდანობას ნუთამაშობ, არამედ ის რაც არის შინაგანად ნამდვილად განიწმინდე, გამიგეთ? ხო და ამიტომ ეს წაგვართვეს ჩვენ სამწუხაროდ და როგორ არის, ნახეთ, უფალი იძახის ასეთ რაღაცას, ხო? ვისაც უნდა ჩემ და შემოდგომაო, უარყოს საკუთარი თავი. რას იძახის? რომ საკუთარ ნებაზე სიარული უარყავით და ჩემ, საფრთხო ნებით იარეთ. ამას იძახის თუ და ხო? უარყავი საკუთარი თავი, ნიშნავს შენი ნება უარყავი. ღვთის ნება ეძიე, ჩემი ნება ეძიე, გამიგეთ? წეღა რაც ავხსენი ახლა ეს ნება რაც ნიშნავს, აღარ გამეორდები, საფრთხო ნება ჩააყენე თავში. საფრთხო ნებისა და შენი ნების თანხვედრა მოხდეს, სადაც საფრთხო ნება იქნება განმსაზღვრელი და წინამძღვარი შენი ნებისა. ეს შენი ნებისა, რომელსაც აქვს უნარი, უფლება, ძალა, ძალა, უფლება, რომელმაც უნდა აღასრულოს გონიერი აქტი. გონიერად მოიქცეს, უგუნურად კი არა, გონიერად. ამიტომაც უგუნურად იქცევა ადამიანი, იმიტომ რომ საკუთარ ნებით დადის. გარეგნულად კიდევ ვიძახი, ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ხვდები, რომ რაღაცა აკლია ამას. აკლია, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ საფრთხო მადლი არ არის, საფრთხო ნების ძიების სურვილი არ არის, საფრთხო ნებასთან ურთიერთობა არ არის. ამიტომაც ხო გეუბნებით, გარეგნულად ესე გამოვიყურებით, ისე რომ ვთქვათ, რელიგიურად, ლამაზად, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ფარისეულური სული, ფარისეულობა, გარეგნული მომენტი. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ის კი არ უნდა თქვას ვიღაცამ, რომ ემას არ უნდა ვასრულებდეთ. უნდა ვასრულებდეთ, მაგრამ თავარი გვაქვს დავიწყებული. გულში გაკერპებულები ვართ. გულში ხო გეუბნებით, დიდების მოყარება, ვერცხლის მოყარება, ის რაც ქრისტემ სამის გამოცდა რომ იმასაკნა ეშმაკის სამ გამოცდა რომ დაამარცხა, ეს სამივე ჩვენს გულში არის, გაკერპებული ეს ზის და მათ ვემსახურები, ჩვენი ნება, ყველა ჩვენი ძალა, ჩვენი უნარები, ჩვენი ამხელა უნარები აქვს ადამიანს, ინტელექტუალური, ინტუიციური, ამხელა უნარები აქვს ხო ადამიანს, მთელი ადამიანური ნებასთან დაკავშირებული უნარები, უფლება, ძალაუფლება, ყველაფერი ემსახურება იმ კერპებს, რომელიც ადამიანის გულში არის. და ამიტომ უფალი იძახის რას? ნახეთ როგორ არის ის კერპები, რომლის ნებასაც აღასრულებ, საკუთარი ნება, რომელი კერპები შექმენი საკუთარ გულში, ესენი გააცილე იქიდან და ჩემი ნების აღსრულება, მამაუჩვენო გაიხსენეთ, იყავ ნება შენი. ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იყავ ნება შენი. ჩვენ ისევ ვამბობთ ამასაც. ნახეთ, ყოველდღე მამაუჩვენო, დღეში რამდენჯერ ვამბობთ მამაუჩვენოს. მინიმუმ რო დავითვალოთ, თუ 7 გზის ლოცვებს ვამბობთ. ნახეთ, დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა და ამას დამატებული 7 გზის ლოცვები, ხო? მინიმუმ 9 ჯერ ადამიანი, ყოველ დღის განმავლობაში მამაუჩვენოს ამბობს და მამაუჩვენოში იძახის, იყავ ნება შენი. და საბოლოო ჯამში ამას ისე შეეჩვია და იძახის, რომ ღმერთს კი არ ეუნება. ესე ლაპარაკობს, ხო, იყავ ნება შენი, ვითარცა სათაში ნეგრეცა ქვეყანასაზე და როგორც ზეცაშია, იგივე ქვეყანაში ნიშნავს, რომ როგორც ზეცაშია შენი მეუფლება, ქვეყანა ნიშნავს, როგორც დედამიწას, ასევე ჩემ გულში შენი ნება იყოს, ამას ეუბნება, მაგრამ სინამდვილეში 9 ჯერ, დღეში 9 ჯერ ქრისტიანი ადამიანი ღმერთს ეუბნება, რომ შენი ნება იყოსო, მაგრამ ამას არაფრით არ უნდა, სიტყვით იძახის, მაგრამ საქმით არაფრით არ უნდა, იმიტომ რომ ნება უფლისა ნიშნავს, მაგას ვიძახის, საკუთარი შინაგანი კერპების დანგრევა და ღვთის მოსვლა, ქრისტეს მოსვლა და მისი ნების აღსრულება. რო ავიღოთ როგორ რაღაცა წმინდა ნინო რო შემოვიდა, ხო, საქართველოში პირობითად რო შევადაროთ, ეხლა ხსენება იყო მისი, როდესაც მან ილოცა, ხო, გახსოვთ არმაზი და ზადენი და გაცი და გამოსენ დაეცნენ კერპები, ხო? და ამიტომ ქრისტიანობა ნახეთ ერში ჩვენ ერში დაეცნენ კერპები და მათი მომსახურება, სადაც ბავშვებსაც წირავდნენ, სადაც ადამიანთა სიცოცხლეები იწირებოდა და იქ საშინელი რაღაცები აღესრულებოდა, მაგრამ ქრისტე მოვიდა, ქრისტეს მსახურება დაიწყო, ქრისტეს ნების აღსრულება დაიწყო. ეხლა ეს გადმოიტანეთ, ეს ფართო რაც მოხდა ერში, გადმოიტანეთ საკუთარ გულში და იგივე უნდა მოხდეს. და ამიტომ ნახეთ, ადამიანს უნდა ქონდეს უნარი, რომ საკუთარ თავს არ დაუჯეროს, საკუთარი თავისა არ უნდა სჯეროდეს.
ანუ აი ყველაზე მთავარია რომ აი ეჭვი და ჩვენ ეს არ არის აი აბამიდი ხარ დაუჯერო საკუთარ თავს ხო მთელი შენი ცხოვრება მაგითა გაქვს ადამიანს აგებული რომ რას ქვია საკუთარ თავს ისე იგი არ დაუჯერო ისე იგი აბამ არ ავქნა ხო ამითი მაქვს აწყობილი მთელი ჩემი ცხოვრება ოჯახში გინდა იმაში გინდა ჩემი ხასიათით ჩემი ნები და ამით მაქვს მთელი ცხოვრება მოწყობილი რას ქვია ჩემ თავში ეჭვი შევიპარო რა შევიტანო ხო რას ქვია ჩემს ნებაში ეჭვი შემეპაროს იმიტომ რომ მე ხო ძალიან კარგი იმიტომ რომ ნახეთ ლოცულობ ახსარებასაც ვამბობ ეზიარები და რა თქმა უნდა ჩემი ნება ასამბობ როგორ შეიძლება ჩემი ნება ღვთისსაწინააღმდეგო იყოს როგორ შეიძლება მე ვწდებოდე შეუძლია აი ეს დღეს რაც თქვით ანუ როცა სრულყოფილების გზაზე დგას ადამიანს გონია სრულყოფილების გზაზე დგას იმიტომ რომ ლოცულობს იმიტომ რომ ახსარებას ამბობს ეზიარება ასე შემდეგ რელიგიურად კი ამაც აღასრულებს გარეგნულად მაგრამ გულში ისევ კერპებით არის ავსი ადამიანი და ამიტომაც ნახეთ საკუთარ ნებაზე დადის იქაც რომ ახსარებას ამბობს თუ ეზიარები იქაც საკუთარ ნებაზე დადის როცა თვითონ უნდა როგორც უნდა ანუ საბოლოო ჯამში მაგის თქმა მინდა რა რომ აი ხა მეზვერე და ფარისევლის კვირა რომ მოდის აი ეს იქნება წანამძღვრება იმისა რომ რას ნიშნავს ფარისეულური სული და როგორ აღესრულება ადამიანში მოკლედ ზოგადად ეს ფარისეულური სული ხო და აი ეს განცდა იმისა რომ ადამიანმა საკუთარი ნება უნდა აღკვეთო ხო რაღაცა მოკვდა ანუ ჩვენში არ ფაქტობრივად ეკლესიურ ცხოვრებაში ანუ ეკლესიურ ცხოვრებაში არ და თითქოს ეს ნების მოკვეთა რა თქმა უნდა მონაზვნების ღვაწლია უპირველესად მაგრამ იქ არის სრული მოკვეთა ანუ აი მაგალითად სრული მორჩილება მონაზვნები ცდილობენ რომ ყველაფერი რაც კი თავში მოუვათ ანუ აზე სულ გადაამოწმონ ანუ საკუთარი თავით არაფერი არ განახორციელონ სულ იკითხონ მოძღვარს კითხონ ის ანუ სულ რაღაცა იმაში არის საკუთარ თავზე ნდობა არ ქონდეთ მაგრამ ეს ხო არ არის მარტო მონაზონთა ღვაწლი ხო ანუ რაღაცა დოზით რაღაცა ფორმით ჩვენში იმიტომ რომ ეს ქრისტიანობა ერთი და იგივეა ხო საღვთომცნების აღსრულება გვევალება ჩვენს ყველას ვინც ერში ვართ და ევალება მონაზონსაც მათ შორის რა თქმა უნდა მონაზვნები არის ევალება ღმრთელმონაზონსაც ევალება ეპისკოპოსსაც მიტროპოლიტსაც და პატრიარქსაც ანუ ყველას ერთად გვევალება ჩვენ საღვთომცნების აღსრულება ამისგან არავინ თავისუფალი არ არის ამიტომ საკუთარი ნების მოკვეთა ყველას გვევალება ანუ ის რომ ვისაც უნდა შემოდგომა ჩემ და უარყო საკუთარი თავი იქა უაფალს არ უთქვია რომ მონაზვნებს ვეუბნები მარტო ანუ უფალმა თქვა ყველა ადამიანმა ვისაც უნდა შემომიდგეს მე ანუ ჩემს შემოდგომა ანუ ქრისტიანულ გზაზე ქრისტეს გზაზე დაადგეს ჩემს გზაზე ვინც უნდა იაროს იმან უნდა უარყო საკუთარი თავი რა თქმა უნდა ფორმები სხვადასხვა რაღაცა იქ სრულ ნების მოკვეთაზეა ლაპარაკი მაგრამ აქ თავისთავად მაცხოვნებელ მდგომარეობაში მაინც უნდა გააკეთო ანუ მაცხოვნებელ მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი რომ მოიკვეთო საკუთარი მოკლედ ესე რომ ვთქვათ ნება რომ ანუ საღვთო ნებას დაუმორჩილო საკუთარი მოკლედ ნება და აი როგორ ვთქვათ ისე აი რაღაცა დღეს ჩვენთან ეკლესიაში კიდე ის არის რომ აი რაღაცა ეს განათლება კაი გაგებით განათლება კარგია როდესაც სულის სინათლეზეა ლაპარაკი მაგრამ აი ეს ინტელექტუალურმა ნაწილმა და იმან აი ეს ჩვენი ნება უფრო გაათავხედა ადამიანმა ხო მიხვდით ანუ საღვთისმეტყველო განათლება მიიღო ორი წიგნი წაიკითხა ის წაიკითხა ეს წაიკითხა შედით სოციალურ ქსელში დაჭმა ერთმანეთისა ქრისტიანები მეუბნები ხოლმე რა ანუ რაღაცა ჭეშმარიტებისთვის რო იბრძვი ვითომ ადამიანი რაღაცა ჭეშმარიტი იმისთვის და ლანძღავ ერთმანეთს ანუ მითხარ დამარცხებული ხარ უკვე რა აზრი აქვს ანუ მითხარით ანუ აზრი აქვს ამას არაფერი აზრი არ აქვს რა აზრი აქვს ამას ახლა შე რომ ისე იგი ვითომ იბრძვი ჭეშმარიტებისთვის ნახეთ რა ამაზე მაქვს ლაპარაკი რომ გულში კერპი აქვს საკუთარ ნებაზე დადის ადამიანი მაგრამ თითქოს ანუ აი ნახეთ ჭეშმარიტებისთვის იბრძვის მაგრამ სინამდვილეში საკუთარ ანუ ესე რომ ვთქვა საკუთარ დიდების მოყვარეობას, საკუთარ ამპარტავნებას, საკუთარ ისე იგი ცოდნაზე დამკვიდრებულ ესე რომ ვთქვა იმაზე იმაშება რა ქვია აპელირებს ადამიანი, ამას ემყარება და ანუ თან ამავე დროს იფუთება ეს ყველაფერი რომ აი ჭეშმარიტებისთვის იბრძვის ადამიანი, მოკლედ აი იმისთვის იბრძვის და საბოლოო ჯამში რა ხდება? რომ გულში ადამიანს ის კერპები აქვს, როგორც ავთქვით, მაგრამ ფორმას ნახულობს, ნახე ეს დიდების მოყვარეობა და ეს ესე რომ ვთქვათ ამპარტავნება და ეგოიზმი საკუთარი განდიდების სურვილი ესე რომ ვთქვათ
რაღაც ფორმით ხო უნდა გამოვლინდეს და იმ ფორმით გამოვლინდება, რომელიც გამართლებული იქნება. გამართლდება ეს და ეს არის ფარისეულური მდგომარეობა. ოდესაც ადამიანს თითქოს ესე რომ ვთქვათ, გარეგნულად ჭეშმარიტებისთვის მებრძოლს და რაღაცა შინაგანად ისევ კერპსახური ადამიანი და საკუთარ ეგოს ემსახურება და ბრძოლობს საკუთარი ეგოსთვის. და ამიტომ აი ნახეთ ამ მდგომარეობაზე იძახის უფალი, აი როდესაც ამ მდგომარეობაში ვართ, გახსოვთ მათეს 16:25-ია, მე-16 თავის 25 მუხში არის, რომ ვისაც უნდა სულისათვის ის, სული ნიშნავს ამ შემთხვევაში სიცოცხლეს, ცხოვრებას, ვისაც უნდა საკუთარი სულისთვის ის, განრინება, ესე რომ ვთქვათ, დაიფაროს თითქოს განარინოს საკუთარი სულიო, საკუთარი ნებით, საკუთარი ინტელექტით, ესე რომ ვთქვათ, აი რაღაცა დაიცვას თვითონ საკუთარი სული, დაკარგავსო მასო, მაგრამო ვინცო დაკარგავს საკუთარ სულსო, ჩემთვის გინა სახარებისთვისო, ის აცხოვნებს მასო. ნახეთ როგორ არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ის მდგომარეობა, რომელიც წეღან თქვი, თუ კი მე ის სიცოცხლე, რომელიც გამაჩინა, სულიერი სიცოცხლე ზოგადად ჩემი სიცოცხლე, თუ კი ადამიანმა მოუფრთხილდა იმისთვის, რომ ნახეთ, საკუთარი ნებით და ინტელექტის გამო ის კერპები, რომელიც კარგად მოვირგე, წეღარაცათვი, კარგად მოვირგე რელიგიურობაც, ყველაფერი მოვირგე, განვარინე თითქოს, აი თქვი რომ რა კარგია, ესე იგი ჩემი სული დაცულია ეხლა, მაგრამ უფალი იძახის, ვინც ამას გააკეთებს, ის დაკარგავს საბოლოოდ სულსო, იმიტომ რომ სული მისი არ იქნება განთავისუფლებული და ვინცო ჩემთვის, ნახეთ, იმ კერპებს დაამსხვრევს, ისე იგი ესე რომ ვთქვათ, საკუთარ ნებას მოიკვეთავს, საკუთარ ინტელექტზეც და ამ გამჭრიახობაზეც კი დაუქვემდებარებს საღვთო ნებას და საღვთო მადლს, ისო მოიპოვებსო და იხსნისო მოკლედ საკუთარ თავს. ამიტომ ადამიანი ყოველთვის აი ამ საღვთო ნებას უნდა ეძებდეს, ღმერთის ნებას უნდა ეძებდეს, როგორია მოკლედ ადამიანის მოკლედ ნება და როგორ არის იცი, აი ეს უნდა აღდგეს ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, აი ეკლესიის ცხოვრებაში უნდა დაბრუნდეს ეს. უნდა დაბრუნდეს მომენტი, როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ საკუთარ, ესე რომ ვთქვათ, თავის დაბრალობა ვიცოდეთ საკუთარი თავისა რა. ჩვენ თავში მაინც, რომ ჩემი ბრალია. აი მე გაგახსენეთ პაისი ათონელის იმას, რომ ერთხელ ტიროდა პაისი ათონელი და მივიდნენ დედები და მამაო რატო ტირი ხარო და სოფლიოშიო რაცო ქალებიო აბორტს იკეთებენო ჩემი ბრალიაო. ხო და ეხლა წარმოიდგინე დედები მივიდნენ და უთხრეს რომ მამაო რას ამბობ კაცო სოფლიოში ქალებიო სადღაც მეორე კონტინენტზე რომ აბორტს იკეთებენ შენი რა ბრალია, მაგრამ მე რომ კარგი მონაზონი ვიყო და კარგად ლოცულობდეო, ხო? ესენი მაგას არ გააკეთებდნენ. აი ნახეთ როგორი რაღაცა, ეხლა ვიღაცა იტყო და ერთი კაციო სოფლის დარდმა მოკლაო და მიგეთ, ხო და ესე არ არის. ნახეთ ქრისტიანობა სხვა რამე არის. ქრისტიანობა პასუხისგებლობა, ქრისტიანული სული, შინაგანი, როდესაც ქრისტე არის ადამიანის გულში, ის სულ სხვა, ნახეთ, სულ სხვა გულია, სულ სხვანაირად ზრუნავს, ყველა ადამიანი უყვარს, აი ყველა ადამიანზე დარდობს. ყველა ადამიანის ტკივილის ტკივა, აი ეს არის, ქრისტიანული მდგომარეობა, როდესაც საღვთო ნება არის ადამიანის გულში, ის სხვაგვარი ხდება მოკლედ და ეს არის განდევნილი, აი დღეს სამწუხაროდ, ეკლე ჩვენ ხმამაღლა არ შეგვიძლია მაგალითად რამის თქვა, აი მოუხადო ადამიანს ბოდიში თქვა, ხო აი რაღაცა შეგვეშალა, ეს არა, ყველა მართლები ვართ, აი რაღაცა მოკლედ საკუთარ ნებით დავდივართ, საკუთარ ნებას ვუვლიდეთ და ვასაღებთ, ნახეთ, საკუთარ ამ თითქოს სიჭკვიანეს, გარეგნულ რაღაცეებს ვასაღებთ თითქოს სულიერად შინაგან სწორ, მაგრამ არა, კერპია. დამიჯერეთ, ეს არის შინაგანი კერპები, რომელიც მაგრამ ნახეთ როგორ არის პოულობს, ბოროტის სული აძლევს, ნახეთ, ბოროტის სული ეხმარება მას, რომ ფორმა მოანახინოს ისეთი, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი შეიფუთოს ადამიანის მდგომარეობა, რომ ადამიანი ვერ მიხვდეს რა მდგომარეობაშია სინამდვილეში. აი ეს არის. და იმ დროს შეიძლება ახსარებას თქვას, ბევრი ილაპარაკოს ადამიანმა, თითქოს სინანულიც, რაღაცა ისეთი განცდები აქვს, რომ აი ეს როგორ დამემართა, არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ იცვლება ადამიანი შინაგანად არ ცვლის, აი ამ კერპებში რჩება ადამიანი
დააკვირდით ხოლმე, აი ამ კუთხით დააკვირდით ხოლმე ზოგადად, აი რაღაც ჩვენ მდგომარეობას პირველ რიგში შინაგანად და მერე გარშემო მყოფ აი სიტუაციას, რომელიც გვაქვს და მიხვდებით, რომ აი ძალიან გვიჭირს საკუთარი ცოდვების აღიარება და საკუთარი დაცემულობისა და შეცდომების აღიარება ძალიან გვიჭირს ჩვენ. აი ბრალობა საკუთარი თავისა, იმიტომ რომ ჩვენ მოკლედ რაღაცა შინაგანი კერპები არ გვაძლევენ ამის საშუალებას. იმიტომ რომ ქრისტე რომ მოდის ჩვენს გულში, ნახეთ, ქრისტე თუ მოვიდა, ქრისტე თხოვს მსახურებას, აბა მომემსახურე, ანუ ჩემ ნებას მოემსახურე, ჩემი ნება, ანუ აი წარმოიდგინეთ, ეხლა უბრალოდ ქრისტე არის ჩვენს გულში, ან თუნდაც გულში არა, აი გარეთ არის ეხლა, აი თქვათ ის პერიოდია, როდესაც იმ დროს ცხოვრობთ, როდესაც თქვათ აი მაცხოვარი მოვიდა და გეუბნება, რომ იცი რა, ჩემი ნება ეხლა რომ შენ ეს გააკეთე. გახსოვს მოციქულებს ხანსად გაგზავნი და წადით იქ მოიმოწაფეთ ის არ წაიღოთ, ეს წაიღეთ, ხო, რომ გაგაგზავნეთო, გქონდათ რამეო, არაფერი არ გქონდათო, ხო, მცირე რაღაცები, ანუ წადით იქ, გააგზავნის, მაგრამ ემორჩილებიან, მიდიან და ანუ საფრთხო ნებას ემორჩილებიან. ასევე ნახე ხა ჩვენს გულში არსებული რაღაცა, ღმერთი გეუბნება, რომ წადი და თავდაბლად მოიქეცი, წადი და მორჩილად მოიქეცი. წადი და მოკლედ არი დედების მოყარეო, წადი და გულმოწყალეთ მოიქეცი, ხო? წადი და სიმშვიდით მოიქეცი, წადი და სიყვარულით მოიქეცი. აბა ეხლა ეს ძნელია, ანუ რაც გულშია ადამიანის გულში, ის ითხოვს მსახურებას. და თუ კი ადამიანის, ანუ ხო, გახსოვთ სახარებაშია, ხო? რამე თუ ანუ განაპირიდან შემავალი შეაგინებს ადამიანს, ვანავეთ შინაგანად გამოვავალია, იმიტომ რომ ადამიანის გულიდან გამოვლენო, ხო? გულის სიტყვანი, ბოროტნი, მრუშებანი, ამპარტაონებანი, კაცისკლანი, ხო, უძულურება, ყველაფერი ადამიანის გულიდან. რატო? იმიტომ რომ ადამიანის გულში არსებული მდგომარეობა განაპირობებს იმას, რაც გარეთ გამოდის ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომაც ნახეთ, რა არის აი საფრთხო ნების ის, რა საოცარი სიტყვები არის, რომ სახარებაშია, გახსოვთ იოანესთან არის მეათე თავის 27 მუხლია დაახლოებით, გახსოვთ თუ არის ეს საოცარი ქადაგება, ეს არის თუ არ ვცდები, იმაზე რა ქვია, აი ანდერცს ეძახიან ხოლმე ამას, ოდესაც უფალმა აზიარა თავისი მოწაფეები, მერე ხო დიდი მოკლედ, აი პირველი სახარება, ვნების სახარება რო იკითხება ხოლმე ვრცელი არის, აი ამას ანდერძი ეწოდება და აი საოცრად იძახის უფალი ასეთ რაღაცას, რომ ცხოვართა ჩემთა, ჩემი ხმისა ისმინონ, ხო? და მე ვიცი ისინი და მათაც მიციან მე და მე ცხოვრება საუკუნო მივცე მათო. ანუ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს, რომელსაც ესე იგი ღმერთს ნებას უმორჩილებს, ხო, ნახეთ რას იძახის, ხმისა ჩემისა, ანუ აი ღმერთის ხმის გაგონება, ანუ გარჩევა უნდა შეეძლოს ადამიანს, ანუ ღვთის ნების გულისხმის ყოფის უნარი უნდა ქონდეს ადამიანს და ღმერთს რო გულისხმავყო, მაშინ მე ის კერპები, რომელიც გულში არის, ისინი უნდა დავანგრიო. ანუ მოდი ესე ვთქვათ რა, აი ეს ჩვეული რელიგიური ცხოვრება, რომელიც გარეგნულად გვაქვს, ანუ რაღაცა ამ ეტაპიდან უნდა გადავიდეთ სიღრმისეულად გულის დამუშავების, უფრო ღრმა დამუშავების მეთოდზე უნდა გადავიდეთ. ანუ აი გული უნდა დაამუშავო ადამიანმა კარგა, რომ მიზეზები გამოიკვლიო, არა გარედან რაღაცა გამონაყარი, არამედ მიზეზები, რომელიც შენი, ანუ რა იწვევს ამ გამონაყარს, ანუ რა იწვევს იმ ცოდვებს, რომელსაც შენ უკვე ყოველდღიური ცოდვები დაარქვი. აი გაუბრალოებული, აი მამაო, რა ვიცი, ყოველდღიური ცოდვები, რასაც ჩავდივარ. რა კარგია, ხო, ყოველდღიური ცოდვები გასაგებია, მაგრამ მიზეზები, ის ყოველდღიურები რატო გამოდის? აბა იქ ჩადი და იმას, ანუ ამ ბრძოლის ველზე გადადი შენ და ეს ბრძოლის ველი უკვე რთულია ადამიანისთვის. ამიტომ იძახის, რომ იცი რა, აი ქრისტიანობა და ზოგი ადამიანი ამის გამო თუ ნახარო ძნელია მიდის ეკლესიიდან და თუ არ მიდის ადამიანი, რჩება ადამიანი ტაძარში, მაგრამ არავინ იწყინოს ეს, ანუ ცუდი არ არის ეს, ანუ ეს ეტაპია ფარისეულურ მდგომარეობაში და ეხლა როგორ არის, რაც მეტი ხანი გაგრძელდება ეს ფარისეულური მდგომარეობა, მე შესაძლებლად არის ძნელი. მაგრამ რაც უფრო მალე, ანუ გაივლი ადამიანი ამ ეტაპს და გადახვალ მოკლედ ესე რომ ვთქვათ, სიღრმისეულ ეტაპზე, როდესაც აი ამ ფარისეულობის დაძლევასაც დაიწყებ, როცა ღმერთს ეთქვი, რომ უფალო მზათა ვარ, მოდი შენი ნება მოვიდეს და დამეხმარე იმაში, რომ აი სიღრმისეულად უკვე გულის გაწმენდა და დასუფთავება დაიწყო, აი ეს არის მოკლედ
მთავარი საქმე ქრისტიანი ადამიანისა და ეს არის ქრისტეს ეკლესიის გზა პირობითად, ეს არის ყველაზე მთავარი საკეთებელი რა, ვისაც უნდა ეკლესიის წიაღში, ანუ ესე ვთქვათ, ნამდვილი ქრისტიანი იყოს და ნამდვილი მებრძოლი იყოს ქრისტესთვის და რაღაცა ესე ვთქვათ, ნამდვილად ცდილობდეს ადამიანი საბოლოო ჯამში მართლა ესე ვთქვათ, სარგებელი მოუტანოს ყველას და ყველაფერს, ეს არის მოკლედ საკეთებელი ჩვენი, ანუ ამიტომ ვართ ჩვენ გახევებულები და ამიტომ გონია თვითკმაყოფილებაში ვარ და რომც არ ვიყო თვითკმაყოფილებაში, იმ სინანული არა, რომ ვნანობთ რაღაცებს, ისიც ფარისევლობაში გადის, ხშირ შემთხვევაში წუხვართ იმაზე, რატო დამემართა მე ეს, მე როგორ დამემართა ეს, რატო მომივიდეს, ანუ დანაკარგსა და ესე ვთქვათ, წარუმატებლობას ვგლოვობთ. და არა იმას შინაგანად, იმიტომ რომ მე რომ შინაგანად, ანუ რაც მაქვს იმის გამოსწორებას ვცდილობდე, თან სიხარული მექნება, იმიტომ რომ იმის გამოსწორება სიხარული ახლავს, იმიტომ რომ ღმერთი მოდის იქ. ნახეთ, ღმერთი მოდის იქ, რომ რა წამს კერპების ხრევა დაიწყება, იქ იმ კერპების მაგივრად ღმერთი მოდის, ამიტომ ნუგეშიც მოაქვს. ანუ არც ერთი ფიქრი, ანუ გახსოვდეთ, არც ერთი ფიქრი ქრისტიანისა არ უნდა დასრულდეს დამარცხებით, ყოველთვის გამარჯვებით, ანუ იმედით უნდა დასრულდეს. ანუ ნახეთ როგორ არის ისე, როგორ რაღაცა იცი, დაუკვირდით, წირვა როგორ მთავრდება და ყველა მსახურება გახსოვთ როგორ მთავრდება? დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, ანუ იმედო ჩვენო, დიდება შენ და ანუ ყველა მსახურება რაც არ უნდა თქვათ, ავიღოთ ესე რომ ვთქვათ, მიცვალებულთა მსახურება, რაღაც, ანუ ყველა მსახურება, რომელიც არ გინდა აღესრულებოდეს ეკლესიაში, ბოლოს თავდება ერთ რამეს, რაც დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენ და ანუ იმედით. და ამიტომ ჩვენც ნებისმიერი ფიქრი, რომელსაც დავიწყებთ და რომელთაც და განვახორციელებთ საკუთარ, ესე რომ ვთქვათ, აზროვნებით თუ სულიერ აქტს, რომელსაც გავახორციელებთ, აუცილებლად იმედით უნდა დასრულდეს. და ამიტომაც ნახეთ როგორი რაღაცა არის, როდესაც მე მხოლოდ და მხოლოდ გლოვობ დანაკარგს, ეს კარგით ვერ დასრულდება. იმიტომ რომ გულწრფელი არ ვიქნები. ანუ როგორ დავკარგე მე ეს? ხო, რანაირად შეიძლება რომ ისე იგი ესე ვთქვათ, ეს კარგად დავასრულო, იმიტომ რომ აქაც ფარისევლობა იქნება, მაგრამ ნახეთ, ჭეშმარიტი სულიერი მდგომარეობა, როდესაც ქრისტიანობა გახარებს ადამიანს, არის ერთი, რომ როდესაც გულში არსებულ კერპებს ამსხვრევ, როდესაც მაგალითად ამპარტავნების დაძლევა გინდა, ეგოიზმის დაძლევა გინდა, ვერცხლის მოყვარეობისა, შურისა, ისე იგი ბოროტის გამცდელობისა, ანგარებისა, მოკლედ მათი დაძლევა რო გინდა ადამიანს, ანუ მიზეზებთან რო ბრძოლობ ადამიანი, ამ დროს სიხარულიც მოდის, მადლობა ღმერთო ამისთვის, მომეცი კიდე ძალა იმისა, გევედრები რომ კიდევ დამაძლევინე და ეს მდგომარეობა სიხარულსაც განიჭებს და ქრისტიანობა უკვე გახარებს, ანუ იმედიანად ახარ, მაგრამ ამით უახომე ბოლოს როდის ვნახე მე ბედნიერი ქრისტიანი ადამიანი არ მახსოვს. ანუ მიხვდით, ანუ ის სათავეში რომ ვიწყებთ რაღაცა მსახურებას და იმას და რაღაცა კიდევ ვიძახი, ანუ შეიძლება ადამიანი იღიმოდეს კიდეს თითქოს, მაგრამ ის სევდა, რომელიც თავარი სევდაა, რომელიც გულში აქვს, ის სევდა არის თავარი, გამიგეთ? გარეგულად შეიძლება დღესასწაულზე გახარებულათაც გამოიყურებოდეს ადამიანი, მაგრამ ის ადამიანთა სევდა, ანუ შინაგანის სევდა, რომელიც ახლავს, იმიტომ რომ ის კერპი არ დამსხვრეულა. ის კერპი უბრალოდ გამაყუჩებელი მიიღე ახლა დღესასწაულით, ანიმით გამაყუჩებელი მიიღე, როდესაც იმ კერპებზე არ ფიქრობ და ამიტომ ვიძახი, თავარი მართლმადიდებლური სიხარული, ანუ ქრისტიანული სიხარული, რომელიც ამავე დროს სინანულია, მაგრამ სინანული რო გახარებს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოდის, როდესაც ადამიანი საკუთარი გულის დამუშავებას იწყებს და საკუთარ გულში იმ კერპების დამსხვრევას იწყებს. მაშინ მართლა სიხარული გაქვს. ანუ ის არის ბრძოლა და იმ ბრძოლაში გამარჯვება გაძლევს საოცარ იმედს და სიხარულს, იმიტომ რომ იქ მარტო შენი თავით ვერ დაამარცხებ იმას, იმიტომ რომ შენი აშენებულია, შენი თავით იმას ვერ დაამარცხებ, თუ არა ღვთის მადლი და ღმერთმა თუ არ დაგამარცხებინა ის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ვიცოდეთ და ეხლა
აი ამ ჩემი საუბრის მოკლედ ბოლოს, ანუ რომ იმას აქვთ, რომ გავიაზროთ დღეს აზე ვისაუბრეთ, რა იყო ჩვენი საუბარი, სამ მუხლს წაგიკითხავთ, აი როგორც გეუბნებით ხოლმე, მარკოზ მონაზონის სულიერი კანონი და რითიც უნდა ვიხენძღვანელოთ ზოგადად, ანუ სახარებიდან მოვიყვანეთ მაგალითები, ნებაზე ვისაუბრეთ და აი ნახეთ რას ამბობს მოკლედ მარკოზ მონაზონი, ხო? აი საოცარია შეხედეთ, როცა ჩახლართული საქმის მოგვარება გსურს, როდესაც ვერ ერკვევი ადამიანი, გახსოვთ რა ვთქვით? გარჩევადობის უნარი რო არა აქვს ადამიანს, ანუ ნება რო აქვს დადამბლავებული და საკუთარი პირადი ნებით რო დადის და ვერ არჩევს ტყუილსა და მართალს, ბოროტსა და კეთილს, ნახეთ, როცა ჩახლართული საქმის მოგვარება გსურს, ის გამოიძიე თუ რა არის ღვთისთვის მოსაწონი. და ამგვარად პოვებს საქმის სასარგებლო გადაჭრას. აბა მითხარით ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა, ანუ მეუნება უფალი რომ საქმის მოგვარება თუ გსურსო, თუ კი ჩახლართულია საქმე, ანუ ესეთი აი გაურკვეველია საქმეო და გინდა ამის ნამდვილად სწორად გადაჭრა, ხო? ნახე რა სიძახის. ის გამოიძიე რა არის ღვთისთვის მოსაწონი. როგორ უნდა გამოიძიო? საკუთარი ნებით ამას ვერ იზავ. ანუ ღვთის დახმარება გჭირდება, ანუ ღვთის ნება გჭირდება, ანუ ღმერთმა უნდა დაგანახოს ეს რა იქ, იმიტომ რომ ვერასოდეს და ნახე დაწერება და ამგვარად პოვებს საქმის სასარგებლოდ გადაჭრას. ეხლა დავატრიალოთ ეს ყველაფერი და ვთქვათ, რა ხდება? როცა ჩახლართული საქმის მოგვარება გსურს, ჩვენ როგორ ვაკეთებთ? ჩვენ გამოვიძიებთ არა ღვთისთვის მოსაწონს, ანუ მე რა მომწონს, ამ შემთხვევაში მე რა მომეწონება, ჩემთვის რა არის, ანუ ჩემი პირადი როგორ იქნება, კარგად როგორ მოეწყობა, ჩემთვის სასარგებლო როგორ იქნება, ანუ ჩემ კერპებს როგორ ვაამებ საკუთარ გულში, ანუ ვერცხლის მოყარებას, დიდების მოყარებას, სიამეთ მოყარებას, როგორ ვაამებ იმას და რას ვაკეთებ. ამგვარად ვერასოდეს უფალი ძახის ამგვარად პოვებს საქმის სასარგებლო გადაჭრას და ვერასოდეს სასარგებლოდ ვერ გადავჭრით ჩვენთვის საქმეს. სასარგებლოდ რისთვის? ნახეთ, ამისთვის ეს დავაკონკრეტოთ, რომ ღვთისთვის, ანუ ჩვენი ცხონებისთვის სასარგებლოდ ვერასოდეს ვერ გადავჭრით. ყოველთვის გადავჭრით ჩვენი კერპებისა, ჩვენი პირადი ეგოს სასარგებლოდ გადავჭრით ამას. ამიტომ საკუთარ ნებას მოვემსახურები და არა ღვთის ნებას. რატო? იმიტომ რომ გარჩევადობის უნარი არ აქვს. აი რა წერია, ის გამოიძიე, რა უნდა გამოიძიო? უნარი არა აქვს ადამიანს. რომ გამოიძიო საღვთო ნება, ღვთის მადლი გჭირდება. და რანაირად უნდა გამოიძიო, ღვთის მადლი არ აქვს ადამიანს. და აი ნახეთ ამას ამბობს ეს. აი მეორე მუხლი კიდე საინტერესო. რომელიც და ამ გაგრძელებაა, რომელიც საქმეც სათნოა ღვთისათვის, იმის აღსრულებაში უფლის მთელი ქმნილება, სულიერი და უსულო სამყარო ემსახურება ადამიანს. ანუ ნახეთ რა სიძახის. რომელიც საქმეც გამოიძიე და მართლა ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებო და არა საკუთარ ნებას ემსახურები, არამედ საღვთო ნებას, როდესაც ემსახურებიო, ნახეთ რა წერია, თუ კი წინააღმდეგობა გაქვს, ხო, ისე კი საღვთო ნება არ არის, ნახეთ, რომელიც საქმეც სათნოა ღვთისათვის, იმის აღსრულებაში, უფლის მთელი ქმნილება, არა მხოლოდ ღმერთი, არამედ უფლის მთელი ქმნილება, რომ მთელი შესაქმე, მთელი სამყარო, სულიერი და უსულო სამყარო ემსახურება ადამიანს, მოემსახურება იმას, რომ შენ ეს ღვთისთვის სათნო საქმე აღასრულო. ესენი იყვნენ წმინდანები, ხო? წმინდანები აღასრულებდნენ ღვთის ნებას და მთელი სამყარო, ანუ ცხოველებიც კი ემსახურებოდნენ, გაიხსენეთ, ხო? მთელი უსულო, სულიერი და უსულო სამყარო ემსახურებოდა. რატო? იმიტომ რომ ისინი საღვთო მადლი ჰქონდათ და საღვთო ნების აღმასრულებელი იყვნენ და საკუთარი ნება, საკუთარი ეგოიზმი და საკუთარი პირადი ნება ჰქონდათ თითქმის განულებული, ანუ იყავ ნება შენი აღსრულებული იყო მასში და ხოლო რომელიც ძაგს, მასში მთელი ქმნილება გეწინააღმდეგებაო. აი ნახეთ როგორ არის, იგი თუ შენ ღვთისთვის სათნო, იმას ისე რომელიც საქმეც ღვთისთვის სათნოა და ამას აღასრულებ, მთელი ქმნილება ხო გემსახურება ამის აღსრულებაში, მაგრამ ნახეთ, ხოლო რომელიც უფლისთვის საძაგელია და უფლის საკუთარი პირადი ნების აღსრულებაში გეხმარება მარტო, ნახეთ, მასში მთელი ქმნილება გეწინააღმდეგებაო, შეგეწინააღმდეგებაო.
ამიტომაც არის, აი ადამიანი ქრისტიანები ვიძახით ხოლმე ვერ გავიხარე, ისე იგი სადაც არ გავიქეცი, იქით წავიქეცი და სულ მოკლედ რატო? იმიტომ რომ დადიხარ ადამიანი საკუთარ ნება სურვილზე, დადიხარ საკუთარ ჭკუა გონებაზე და ემსახურები საკუთარ კერპებს, ფული გიყვარს, დიდება გიყვარს, სიამოვნება გიყვარს და ამას ემსახურება მთელი შენი ნება, მთელი შენი ძალები, ინტელექტუალური ძალები, მთელი შენი ისე იგი ნებელობაში არსებული, ხო, ადამიანის ნებელობაში არსებული, ანუ გიყვარს ის, რაც არ უნდა გიყვარდეს, გძულს ის, რაც არ უნდა გძულდეს და პირიქით, მოკლედ, რაც სიყვარულს იმსახურებს, ის აგძულს და რაც სიძულვილს იმსახურებს, ანუ ცოდვა და ბოროტება, ის გიყვარს ადამიანს და ამ მდგომარეობაში ხარ, ამიტომ მთელი ქმნილება გეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ღვთისნებას კი არა, საკუთარ ნებას აღასრულებ ადამიანი და თავისთავად ამ წუთის სოფელში შეიძლება წარმატებულიც იყო ადამიანი, ფული ქონდეს, ძალაუფლებაც ქონდეს, სიამოვნებებსაც ესე რომ ვთქვათ, დაქვემდებარებული ყველანაირი სიამოვნება ქონდეს, მაგრამ თავარი რა არის? ღვთისნებას არ აღასრულებ ადამიანი, ღვთისნებას არ აღასრულებ და ამიტომაც აი კეთილ საქმეშიო, ანუ ღვთისთვის ესე რომ ვთქვათ, სათნო საქმეში მთელი ქმნილება გეხმარება, მაგრამ საძაგელ საქმეში ღვთისთვის საკუთარ ნების აღსრულებაში, იქო მთელი ქმნილება მოკლედ ესე რომ ვთქვათ, გეწინააღმდეგება, მთელი ქმნილება ისე იგი ეწინააღმდეგება ადამიანს და მესამეს წავიკითხავ კიდე და ამითი დავასრულოთ, როდესაც განსაცდელი გეწვევა, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ღვთის ნებიდან გამომდინარე, როდესაც განსაცდელი გეწვევა, იმას კინუ გამოიძიებ, რატომ და ვის მიერ მოიწია ეს, ანუ გეწია ეს განსაცდელი, არამედ როგორ მოითმინო ღვთისადმი მადლიერებით და მაჭირვებლის მიმართ ძვირ უხსენებლობით, ანუ როგორ შეძლო, რომ განსაცდელი რომელიც მოვიდა, რომ შენ მართლა ღვთისნების აღმასრულებელი ხარ, ხშირად როდესაც ღვთისნება აღესრულება, მას წინააღმდეგობა ახლავს ხოლმე, ხო? ბოროტის სულისაგან, ამას შეიძლება ადამიანები გეწინააღმდეგებოდნენ, ტკივილს გაყენებდნენ. ამიტომ ნახეთ, მესამე რა არის, ხო? ყველაზე მთავარი ყურადღებით რო ვიყოთ, რომ როდესაც განსაცდელი გეწევა, იმას კინუ გამოიძიებ, რატომ და ვის მიერ გეწია? ანუ ნუ დაიწყებ, ანუ გარემოებებზე რომ იმანა, ამიტომ, არა, ამას დაანებე თავი. ეს არის ის ფარისევლობა, რო თქვი, ანუ წეღარო თქვი, გარე აქტი, იმანა, ამის გამო ახსარებაშიც ამას ლაპარაკობს ადამიანი, რომ აი იმის გამო მომივიდა, აი ჩემმა მეზობელმა ეს გააკეთა, იმან ესე გააკეთა, იმან და მეც მე რა მექნა და მეც ესე გავაკეთე, აი ეს არის გარე აქტი, რომელიც ფარისევლურ სულს აყალიბებს ადამიანში, არამედ ნახეთ, ეძიეო ისო, როგორ მოითმინო, ანუ ძალა როგორ იპოვო შინაგანად, როგორ მოითმინო ეს ყველაფერი ღვთისადმი მადლიერებით და ამას ვერ გააკეთებს ადამიანი, თუ კი ღვთის მადლი არ აქვს შინაგანად, ამას ვერ შეძლებს ადამიანი მადლიერებით და მაჭირვებლის, ანუ ვის მხრიდანაც მოვიდა, ანუ ვინც განახორციელა ეს რაღაცა შინაგანი, ესე რომ ვთქვათ, განსაცდელი რატოს გეწვია, იმ ადამიანის ძვირ უხსენებლობით, ანუ იმ ადამიანში მასში ძვირი არ იხსენო. აი მოკლედ, საბოლოო ჯამში რამდენი ესე რომ ვთქვათ, ვისაუბრეთ და კიდე ქონდა ამაზე, ამ თემაზე სასაუბრო, შემდეგ საუბარში გავაგრძელოთ კიდე ამაზე საუბარი და კიდე უფრო მეტად ჩავწვდეთ აი ამ სიღრმეს საკუთარი სულიერი მდგომარეობის. ამიტომ აი ნახეთ, ეს არის ეკლესიური ცხოვრება, ეს არის სულიერი ცხოვრება, ეს არის ცხონების, ასე რომ ვთქვათ, აი თუ ცხონება გვინდა, აი ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის და ეხლა დანარჩენი კიდევ ვიძახი, რა თქმა უნდა, ის გარე აქტი, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ, გარე აქტი, რომელიც გარეთ ხდება, ჩვენს გარეთ ხდება, იქ ადამიანი უფრო ადვილად შევა, იმიტომ რომ იქ ადვილია. ანუ ისესია ხომ ეხდით, ანუ ყველაფერი ანუ იქ ადვილია. ესე რომ ვთქვათ, ანუ კამათიც ადვილია, ისე იგი ტერმინების მონახვაც, ლექსიკონის მონახვაც, რაღაცა ისე იგი აუგზაური ისა ჩაფრული ადამიანი ამაში ისა და საერთოდ უყურადღებო რჩება ადამიანი თავრის მიმართ, შინაგანის მიმართ და მთელი ცხოვრება გაიაროს შეიძლება ასე ადამიანმა. საქმე ესა რომ მთელი ცხოვრება შეიძლება გაიაროს ადამიანმა გამომდინარე აი ამ ცხოვრებით, რომელსაც ადამიანი ისე იგი აირჩევს და ასეთი ადამიანი სხვათა შორის, ასეთი ადამიანი ძალიან ადვილი გამოსაყენებელი არის
და ეკლესიის წიაღშიც. ანუ ეკლესია, სულიერად თუ კი არ ცხოვრობს ადამიანი, ძალიან ადვილი გამოსაყენებელია ის. ნებისმიერ აზრზე დაითანხმებს, საკუთარი ნებასურვილს აღასრულებინებ, ამას თვითონვე ჩაუთვლი, რომ ეს სულიერი ცხოვრებაა და აი ნახე შე რომ ამას აკეთებს სულიერი ცხოვრება და შეიძლება ადამიანს საერთოდ არაფერი არ ქონდეს სულიერებასთან. ანუ სულიერი ცხოვრება არის რაზეც ვისაუბრეთ, ოდესაც აი იმ შინაგან მდგომარეობას პირველი რაც არის მუშაობ ადამიანი და მერე გარეთაც რა თქმა უნდა აღასრულებ ესე რომ ვთქვათ, ისე იგი საქმეებს, რომელსაც აღასრულებდა. ის ადამიანი, ვინც ამ შინაგან სულიერ ცხოვრებაზე და მდგომარეობაზე არ ზრუნავს და არ მიგითითებთ და არ გეტყვით, რომ თავარი ის არის დაამუშავე საკუთარი გული, დაამუშავე ღვთის ნება ეძიე და მადლი მოვიდე, რომ საფრთხო მადლი მოვიდე შენში და დაიწყე შინაგანი კერპებისთან ბრძოლა, სანამ ამას არ გასწავლის შენ ვინმე და ამისკენ არ მიგითითებს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე ქრისტიანი ადამიანისა და მერია დანარჩენი, გახსოვდეთ, რომ ადამიანი ან ნეფსით, ან უნებლიეთ ცდილობს, რომ გამოგიყენოს საკუთარი ესე რომ ვთქვათ, მიზნებისთვის და საკუთარი რაღაცა ესე რომ ვთქვათ, აი მისიანი რო იყო, მისი მიმდევარი იყო, ასე რომ ვთქვათ, აი მაშია პავლე მოციქული ძახის, რომ თქვენი ძახითო მე კეფასი ვარო, მე იმისი ვარო, აპოლოსი ვარო, მაგრამ თქვენთვის ხო ქრისტე გაეკრავო ჯვარს, ანუ ვინმე ეცვაო, ანუ ვინმე დაითმინაო სიკვდილეობრივ, ვისთვის მოკვდაო, ანუ თქვენთვის ვინ მოკვდაო, ქრისტე მოკვდაო, ხო? ამიტომ ჩვენ ქრისტესები ვართ ყველანი, მთავარი, პირველია და ამიტომ როდესაც ადამიანი გარკვეულწილად აი ქრისტესთან შესახვედრა და აი ამ ბრძოლისთვის, რომ კერპები დაიმსხვრეს და ქრისტე მოვიდეს გულში, რომ როგორც იქნა შეხვდეს, ანუ შენი ღმერთისა და შენი შეხვედრა შენს გულში მოხდეს, რომ მერე იმან გიბიძგოს ქმედებებისკენ და იმან გიბიძგოს სწორი მსჯელობისკენ, გარჩევადობის უნარი მოვიდეს, შენი ნება, შენი ძალები, სულის ძალები, ესე რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ეს სამშვინველის ძალები, უფრო სწორედ რომ ადამიანმა შეძლო სწორად მართო, აი ეს უკვე ამას ვიძახი, ეს უკვე ანუ ადამიანის სულიერი ცხოვრების, სწორი სულიერი ცხოვრების ფორმა, მაგრამ ასეთი ადამიანი ძნელია გამოიყენო მერე საკუთარი მიზნებისკენ. ანუ დაუძახო, დაუყვირო და აბა წავედით იქ და არა, ის კითხვებს დასვავს, რატო, რისთვის მივდივართ, ცხონება, არცხონების შესახებ დასვავს კითხვებს, ესა რატო ხდება, რატო უნდა გავაკეთოთ, სწორია, ღვთის წინაშე სწორია, აი ამ კითხვებს დასვავს და ეს კითხვებია ხოლმე ყოველთვის რაღაცა უხერხულობას რო ქმნის ადამიანებში, რომელებიც მოკლედ აი ამ საკითხის მიმართ აი გარკვეულწილად უყურადღებოები ვართ. ამიტომ ესე არის, ყველა ჩვენთაგანმა უნდა დავაბრუნოთ ეს მდგომარეობა და ამიტომ ჩვენს ანუ სამრევლოში ესე რომ ვთქვათ, ანუ ეკლესიურ ცხოვრებაში და ზოგადად ეკლესიაში ეს უნდა გახდეს მთავარი საკეთებელი საქმე. თავარია ჩვენი ყველასი ინდივიდუალურად თავარი საკეთებელი საქმე, სამღვდელო ერისაც და ბერისაც და მე ვფიქრობ, რომ თუ ღვთის ნებას, ანუ ნებას ძიებას დავიწყებ და არა უბრალოდ ლოზუნგებით, ხო მიხვდეთ, ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ უკვე ღვთის ნება გავგვაჩნია და ჩვენზე წინასწარმეტყველებაა ნათქვამი და ესე და ეს არის კიდევ ვიძახი, ის რო არის შენთან რა კავშირშია, ეს არის გასარკვევი. ხო, ქრისტე იძახის, რომ არა ყველანიო, ხო, მართლებიც კი ცდუნდებიანო და იქნებ შენ ხარ ჯვარი წერია და მე ვარ იქნებ ის მართალი, იქნებ მე უნდა ვცდუნდე. რა იცი რო არ ცდუნდები, ამიტომ რო არ ცდუნდე, აი ამ ცხოვრებას უნდა მიხედო, ხო? ერთგული რო დარჩე, რომ ის რო ვიძახით, აი საქართველო და საქართველო მოკლედ განსაკუთრებულია და ესია და ესე, ანუ ეს რეალობაში უნდა გამოისახოს, ეს უნდა რეალურად, ანუ შენთან რა კავშირი აქვს ამას. და თუ გინდა რომ შენთან კავშირი გქონდეს და აი იმ ქართველთა რიგში იყვე და იმ ქართველთა მწყობში იყვე, რომელიც რაღაცნაირად აი ღვთისთვის იბრძვის, ანუ ღვთის ნების მოსაპოვებლად იბრძვის და საკუთარ გულში ამ კერპების მსხრევას, ჯერ პირველ რიგში გულში ამსხვრევს კერპებს და მერე გარე კერპებს, რომელიც სამყაროში შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში შეიძლება შენდებოდეს, აი ეს უკვე არის მებრძოლი ადამიანი, მართლა მებრძოლი ადამიანია და აი ეს უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს აღიარებისა. ჩვენ ხშირად აი მისი გვეშინია გარედან ადამიანები აი ეკლესიის ესე რომ ვთქვათ, ანუ ირიბად მაყურებლები, ზოგ შემთხვევაში მტრულად მაყურებლები, ჩასაფრებული ადამიანები, იმის გამო რომ იმათმა ჩვენზე რამე ცუდი არ იფიქრონ,
თვითონ ანუ გვიჭირს იმის აღიარება, რომ რაღაცა გვიშლება, რაღაცა არასწორად ვაკეთებ, რაღაცა არასწორად წარმართეთ სულიერი ცხოვრება, ამის აღიარება არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ. ახლა იმას კი არ ვიძახით ტელევიზიით გამოხვიდე და რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან ურთიერთობაში და საზოგადოდ, ანუ ის რომ სიმდაბლე, ის რომ საკუთარი შეცდომების აღიარება და ცოდვების აღიარება ეს არის ეკლესიური ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ნაწილი, იმიტომ სულიერი ცხოვრება ამის გარეშე არ არსებობს, ხო? იმიტომ შემოbrunება არ არსებობს, ანუ წეღა როგორც ვთქვით, ხო? შეცდომა და ცოდვა, ანუ ცოდვები კი ბატონო, ამისა არა, შეცდომები უნდა ვაღიაროთ. თავარი არის შეცდომა ვაღიაროთ და შეცდომები გამოვასწოროთ და ცოდვები თავისთავად გამოსწორდება მერე. და ჩვენ უბრალოდ დავდებთ ამას, აი ამ ისე იგი ცოდვებს დავდებთ და შეცდომებში ვრჩებით და ვრჩებით, სამწუხაროდ უშვებთ და უშვებთ ამ შეცდომებს, იმიტომ რომ არ უმუშაობთ საკუთარ თავში, რომ ეს მოკლედ აცელა, ესე ვთქვათ, შეცდომა ნიშნავს აი ამარტიას, ანუ აცელა დავაბრუნოთ სწორ გზაზე დავბრუნდეთ, ხო? სინანულის გზაზე, ნამდვილ სინანულის გზაზე და აღიარების გზაზე რომ დავბრუნდეთ. მოკლედ მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, ისე იგი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, კიდევ ერთხელ შენდობას ვთხოვთ, მოკლედ საუბრისთვის, ესე იგი შეიძლება რაღაცას კიდევ ვიმეორებ, რაღაცა გულზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ სიყვარულით და ზრუნვით არის ჩემი საუბარი და რა თქმა უნდა, ისე იგი ნებისმიერი კრიტიკაც, ნებისმიერი ისიც მისაღებია და აბა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, მოგვიხსენიეთ და ისე იგი გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ, თქვენი ოჯახები, ჩვენი ტკბილი სამშობლო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და ზოგადად კაცობრიობა, მოკლედ ღმერთმა გვიშველოს და დაგვეხმაროს, რომ ჭეშმარიტების გზას დავადგეთ და მოკლედ ღმერთი ვიპოვოთ და ღმერთთან ერთად ვიცხოვროთ და მერე ღმერთთან ერთად ვცხონდეთ ყველანი. გახარებული გამყოფოთ ღმერთთან.